საღამოშვიდობისა, პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცო, დღეს ორშაბათია და საღამოს 10 საათი და პირველი არხის ეთერში ტრადიციულად სპორტული თოქ-შოუ არენას დროა მრავალფეროვანი და საინტერესო თემებით. უფრო დეტალურად კი დღევანდელ ჩვენს გადაცემაში თქვენ ნახავთ. ქართული საფეხბურთო კლუბები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წლისათვის ემზადებიან. ახალი მეპატრონი, ახალი მწვრთნელი და ახალი ფეხბურთელები. მეორე ეტაპზე გულშემატკივარი ახალ ქუთაისის ტორპედოს იხილავს. როგორც ზესტაფონს იხილავს კომაგით ჯერ უცნობია. დაშლილი კლუბის მეპატრონესა და ქალაქის ხელმძღვანელთა შორის მოლაპარაკება გრძელდება. საბურთალო, საფეხბურთო სკოლიდან უმაღლეს ლიგამდე. ერთ სტადიონზე დაფუძნებული სკოლის გუნდი საუკეთესოთა შორის გადასასვლელად ემზადება. ფუტსალი, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. ლიტვაში გამართულ მატჩებსა და ელიტ რაუნდისათვის მზადებაზე არენას სტუმრები, ფუტზალის ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ზვიად ხაჩიაშვილი და გიორგი დარჯანია ისაუბრებენ. 38.5 მილიონი ლარი ქართული ჭადრაკისათვის. ჭადრაკის განვითარების 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე არენას სტუდიაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და მსოფლიოს 5 გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი. მოპარიკავების პირველი სტარტი 2015 წელს. იტალიის ნაკრებთან ერთობლივი შეკრება და მზადება მსოფლიოსა და ევროპის თასებისათვის. ფიგურული ციგურაობა, ახალი ოლიმპიური ციკლის დასაწყისი და მომავალი ევროპის ჩემპიონატი. საუკეთესო ევროპელ მოციგურავეებთან ერთად შვედეთის დედაქალაქში ქართველი სპორტსმენების გამოვიდა. სპორტსმენების მზადებასა და სამომავლო პერსპექტივებზე სტუდიაში საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი. ამ ყველაფერს თქვენ უახლოესი საათნახევრის განმავლობაში იხილოთ. პირველი ბლოკი ტრადიციულად ფეხბურთს დაეთმობა, როგორც წინა გადაცემაში ვთქვი, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ყველა გუნდის მზადებაზე გიამბობთ. საქართველოს იშვიათი გამონაკლისების გარდა წრეებს შორის ძალიან ბევრი რამ ყოველთვის იცვლება. გამონაკლისი არც წლევანდელი ზამთარი გამოდგა. ინტერესი ყველა გუნდის მიმართ არის, მაგრამ არის მაინც ერთი გამორჩეული და ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. ეს არის საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი, რომელზეც ყველა საუბრობს და ყველგან საუბრობენ დღეს. ბოლო პერიოდში საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დღეს მხოლოდ როგორც ამბობენ ფურცელზეღა არსებობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ზესტაფონში სიტუაციის უკეთესად გასარკვევად ჩავიდა და გთავაზობთ სწორედ მათ მიერ მომზადებულ სიუჟეტს. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბის მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. ეს არის ადგილი, სადაც ზესტაფონელებს მომდევნო კალენდარული მატჩის აფიშა ხვდებოდათ. იხილავენ თუ არა ისინი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მორიგი მატჩის ანონსსა და შესაბამისად თამაშ ჩემპიონატის განახლებამდე ერთი თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობია. ამ წუთში არსებობს კლუბი, რომელშიც არ არსებობს გუნდი. სასაცილო არის ეს ყველაფერი თითქოს სატირალი რო არ იყოს. სულ რაღაც ერთი თვია დარჩენილი სეზონის განახლებამდე და ფაქტობრივად კლუბში არც მწვრთნელია და არც ფეხბურთელი არ ირიცხება. სახელმწიფოს მხრიდან დახმარების გარეშე საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი აღარ არსებობს ნამდვილად, მინდა გითხრათ, დამთავრებულია არც ამ სეზონში მონაწილეთა შორის ვიხილავთ ალბათ და ძალიან რთული პროცესები განვითარდება, ბევრად უფრო გაცილებით რთული ვიდრე დღემდე იყო. კლუბის მეპატრონის ილია კოკაიას გუნდის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი შეიძლება ითქვას ჰაერში დარჩა. თავარი გუნდი დატოვა თითქმის ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა. შესაბამისად არ მიმდინარეობს ვარჯიშები. კოკაიას მოთხოვნა უცვლელია. ყველა კლუბმა სახელმწიფოსგან დაფინანსება თანაბრად უნდა მიიღოს. მისი განცხადების სხვა შემთხვევაში არათანაბარი პირობები იქნება და ფეხბურთში ფულის ჩადებაც აზრს კარგავს. მოსაზრებას იზიარებენ როგორც კლუბის ოფიციალური წარმომადგენლები, ასევე გულშემატკივრებიც. მას არ აქვს ის პრობლემა, რომ დაუშვა თავის შესასრულებელი საქმე არ შეასრულოს. 10 წლის განმავლობაში თუ ასრულებდა ეს კაცი ამ საქმეს, ეხლა რაღა გაუჭიდა, ხო, რაშია საქმე? ან იმ გადასახადებისგან, რომელიც არის ეს უკვე ეკონომიკური საკითხები, ეხლა მე იმდენად არა ვარ ჩახედული ამ საქმეში, მაგრამ ფინანსურად უნდა იყოს ინვესტორისთვის მომგებიანი. ეს არა მარტო ზესტაფონზე ხება, არამედ მთლიანად საქართველოს და საერთოდ მსოფლიოში ასია. ფინანსურად თუ არ იქნა მომგებიანი, ის მერე დაკარგავს ინტერესს თავისთავად ცხადია და ემოციები და ენთუზიაზმით მარტო საქმეს ვერ გააკეთებ. პრინციპი სახელმწიფოს მხრიდან ზოგის არჩევითად ასე დავარქვათ დახმარების არის უსამართლო პრინციპი, მაშინ როდესაც კეთილსინდისიერი გადამხდელები, კერძო ინვესტორები, რომლებიც ქართულ ფეხბურთში
საკმაოდ სერიოზულ თანხებს აბანდებენ, ეს თანხები შედის ბიუჯეტში და სწორედ ამ ბიუჯეტიდან ხდება სასაცილოა, თუმცა ეს სინამდვილეა ჩვენი დღევანდელი უშუალოდ კონკურენტი ამ კლუბების, კონკურენტი კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ ყინული დაიძრა და მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ, როგორც უკვე აღნიშნეთ, ჯერჯერობით გარკვეული მაინც არაფერია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ზესტაფონის გამგეობამ კლუბს 300,000 ლარი გამოუყო, რაც ინფრასტრუქტურის შესანახად საკმარისია, მაგრამ ჯერჯერობით ამ თანხის ათვისებაც ვერ ხერხდება. რადგან როგორც სტადიონი, ასევე ბაზა კერძო საკუთრებაშია და ბიუჯეტიდან მათ ბალანსზე თანხის გადარიცხვა ქართული კანონმდებლობით დაუშვებელია. ამის გამო ილია კოკაიამ მზადაა სტადიონის და ზესტაფონის საფეხბურთო ბაზას საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცეს, თუმცა საბოლოო შეთანხმება აქაც არ მიღწეულა. ამ ეტაპზე კლუბის გადარჩენის ერთადერთ ვარიანტად თანადაფინანსება რჩება, რომლის შედეგადაც მეპატრონემ და ქალაქის მუნიციპალიტეტმა საჭირო თანხები თანაბრად უნდა გამოჰყონ. ორივე ობიექტი კლუბის საკუთრებაა და მოკლედ ძალიან სასწრაფო რეჟიმშია მოსაგვარებელი სახელმწიფოსათვის ამის გადაცემის პროცესი აქვს, სხვადასხვა ვარიანტები განიხილებოდა, ეს რამოდენიმე დღის წინ ორშაბათს გამართული შეხვედრისას მათ შორის მთლიანად გადაცემის, სამქონების მთლიანად გადაცემის საკითხი სახელმწიფოსათვის, იყო ასე ვთქვათ საერთო, ასე ვთქვათ სარგებლობის და ის ვარიანტიც ნახსენები, მოკლედ სამუშაო პროცესია ეს ყველაფერი და დრო არ ითფენს, ძალიან ჩქარად და სწრაფადაა ეს ყველაფერი მოსაგვარებელი. თუ სხვა ქალაქები, სხვა გუნდები ღებულობენ რაღაც გარკვეულ თანხას და არიან მუნიციპალიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ, ეს გუნდიც იყოს და იგივე დახმარება გაუკეთონ, თქვათ, ერთ ლარს ერთს რომ მიცემენ ერთ გუნდს, ერთი ლარიც იგივე ზესტაფონს მიცემენ. თორე გამოვა არათანაბარი სიტუაცია და თუ არ არის სამართლიანობა, არ არის მშვიდობა, ეს ცნობილი ფრაზაა. აქედან გამომდინარე თხოვთ, როგორც ფან-კლუბი, როგორც ზესტაფონის საზოგადოება 75-80 წლის ხალხი დადის ფეხბურთზე. დაწყებული 6 წლის ბავშვებიდან 80 წლის ადამიანები მოდიან ფეხბურთზე და დადიან და ნუ წავართმევთ ამას. გულშემატკივრები გეგმავენ და დაფინანსების სფეროშენადნობდა ქარხნისგან მიღებას განიხილავენ. ფან-კლუბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ზესტაფონში არსებულ საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტში წელიწადში 40 მილიონი ამერიკული დოლარი შეაქვს. კლუბის გადასარჩენად კი ამ თანხის 1%-ით საკმარისი იქნება. გულის ტკივილია ეს ხალხისა, არა მარტო ფან-კლუბისა, არამედ მთელი ქალაქისა. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ქალაქში ასეთი დიდი ქარხანაა, როგორც ფეროშენათა ქარხანაა და კი ბატონო, შეიძლება იყოს კერძო ინვესტორის ხელში, მაგრამ რაღაც პატარა დახმარებაც რო გაუწიოს ამ ჩვენ საფეხბურთო კლუბს, არ იქნება ურიგო. საქართველოს ორგზის ჩემპიონს, ამდენივე სუპერთასის მფლობელს და ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულ ზესტაფონს არა მარტო თანაქალაქელები, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთის გულშემატკივარიც არაერთხელ გაუხარებია და ლამაზი სანახაობაც უჩუქნია. ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ადგილზე მყოფი ზესტაფონი მუნიციპალიტეტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის შეთანხმების შემთხვევაში მსგავს შედეგებს წელსვე გაიმეორებს, მაგრამ იმ ახალგაზრდებს შორის, რომელიც გუნდში ჯერ კიდევ დარჩა და ამ დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, мотивация და ოპტიმიზმი ჯერ კიდევ შემორჩენილია. გუნდი არ ვარჯიშობ, ძირითადად ვარჯიშობთ ინდივიდუალურ მომზადებით და ვიტოვებთ იმედს, რომ გვექნება დაფინანსება, რაღაც გუნდი შეიკრიბება და გავაგრძელებთ ასპარეზობას მეორე წრეში. და იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება, გვერდში დაგვიდგება, დაგვაფინანსებენ და არა მარტო სახელმწიფო ზესტაფონის გვერდში დაგვიდგება, ესე ვფიქრობ და გავაგრძელებთ რა ასპარეზობას. რა ბედი ეწევა ზესტაფონს უახლოეს მომავალში საბოლოოდ უნდა გაირკვეს. მანამდე კი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებისა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. იმედია ყველაფერი ზესტაფონელთა და შესაბამისად მთლიანად ქართული ფეხბურთის ასაკეთოდ გადაწყდება. მართლა ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა და ჩვენი მხრივ ვეცდებით, რომ ყველა გადაცემაში რაღაც გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდოთ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება და ეს გუნდი არ დაიშლება. აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია ქუთაისში, სადაც ახალი მეპატრონი, ახალი სამწვრთნელო შტაბი და განახლებული შემადგენლობაა. ქუთაისში პირდაპირ თქვათ, ძველი დიდების აღსადგენად ემზადებიან. ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს ქუთაისის ტორპედო განახლებული და გაძლიერებული დაიწყებს. მთლიანად შეიცვალა სამწვრთნელო შტაბი. იმ ფეხბურთელებიდან კი, რომლებმაც პირველ წრეს ჩაამთავრეს, გუნდში მხოლოდ 10-მდე დარჩა.
რევაზ დოძუაშვილი ექს-ტორპედოელმა გიორგი დარასელიამ შეცვალა, რომელსაც გიორგი მეგრელაძე და ნუკრი გაბრავა დაეხმარებიან. მეკარეებს კი თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის. მე არ მინდა რა იყო და რა იმ თემაზე ვილაპარაკო რა სიტუაციაში დამხდა გუნდი, მაგრამ მე ვიცი რომ ქუთაისის ტორპედოს, ქუთაისის ქალაქს ეკუთვნის ესეთი კლუბი როგორც არის ქუთაისის ტორპედოს უნდა გავუკეთებია მაქსიმალურად ყველაფერი, რაც შეიძლება მოკლე დროში. ამიტომ დავიწყეთ და შეიძლება ვით ფეხბურთელებსაც კონტრაქტი არ ქონდათ, ვისაც არ ქონდა დატოვეს კლუბი და მოვიწვიეთ ახალი ფეხბურთელები, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ კიდე იმ სიტუაციაში ვართ, რაც ვარჩევთ, რაც შეიძლება უკეთეს ფეხბურთელები, რაც შეიძლება მეტი ქუთაისელი მოვიდეს, რაც შეიძლება ქუთაისელებთან კიდე შეუერთდეს ნორმალური ისეთ ფეხბურთელები, რომელსაც უყვართ ფეხბურთი და რომელიც ჩვენ გვაქვს იმედი მაგის, რომ მივახცევთ და წარმატებას. საახალწლო არდადეგების შემდეგ საღორიის ბაზაზე გუნდი პირველად 3 იანვარს შეიკრიბა. დარასელიას განკარგულებაში წლის პირველ ვარჯიშზე 24 ფეხბურთელი იყო. წინა სეზონიდან გადმოყოლილებს 5 ისეთი დაემატა, რომელთაც სხვადასხვა დროს ტორპედოს რიგებში უკვე უთამაშიათ. სამტრედეიდან ქუთაისში გადმობარგდა ლაშა ქებაძე. მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა ზესტაფონ და დინამო მოვლილი ნიკოლოს საბანაძე. ბელორუსული გომელიდან ყოფილ კლუბში ამოუერთდა ზაზა ჭელიძე. ვახტანგ კვარაცხელია კი ქუთაის ზუგდიდიდან დაუბრუნდა. რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა გუნდში კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ადამაძეც. ძალიან ბევრი მატება არის, ფაქტიურად ახალი გუნდი გეცდება. და ვიცი, ველოდებით რომ ძალიან კაი გუნდი გაკეთდება და შედეგიც გვექნება. მეც მაგანწყობითა ვარ, რომ მაქსიმალურად მეტი გოლი გავიტანო ამ ჩემპიონატში და კიდევ ერთხელ ტორპედოსთვის და ტორპედოს გულშემატკივრისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ და ანჩენს. თქო უნდა ჩემი თავისთვისაც ანალოგიურად ვეცდები, რომ ისე ის ფორმა დავიბრუნო, რაშიც ვიყო. მრავლად არიან ახალწვეულებიც, მათ შორისაა სერბი მეკარეც. 27 წლის საშა მიშიჩი ქუთაისში ბოსნიურ მლადოსტიდან გადმოვიდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა და რიგის კონტოდან ქუთაისში გადმობარგდა ირაკლი კლიმიაშვილი. 26 წლის ნახევარმცველი, რომელმაც ვიჯორჯიის შემადგენლობაში ყველა ქართული ტიტული მოიგო, ამიერიდან ტორპედოს 13 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. გუნდში არის ძალიან კარგი განწყობა. ვარჯიშობთ, ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. ვემზადებით საკმაოდ სერიოზულად ჩემპიონატის განახლებისთვის. ძალიან იმედიანად ვართ, მთლიანად გუნდი სამწუხაროდ შტაბი ყველა. კლუბის გაძლიერება უმნიშვნელოვანესმა ფაქტორმა ფინანსების მოძიებამ განაპირობა. ქალაქის მერიამ ტორპედოს ბიუჯეტიდან 800,000 ლარი გამოუყო, რაც აუცილებელ ხარჯებს სრულად ყოფნის. ამ ეტაპზე გუნდი ორჯერად ვარჯიშებზეა გადასული და ფეხბურთელებიც ოპტიმალურ ფორმას ნელ-ნელა უახლოვდებიან. 29 იანვრიდან კი შეკრება თურქეთში გაგრძელდება. ანტალიასთან მდებარე დაბა ბელეგში იმერული კლუბი 2 კვირას დაჰყოფს და 4 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით გუნდში ოპტიმისტური განწყობაა, თუმცა პროგნოზებისგან მაინც თავს იკავებენ. ჩვენი დავარი მიღწევა იქნება, რა თქმა უნდა, ყოველ თამაში უკეთ ვითამაშოთ, ყოველ თამარი გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ და რაც შეიძლება დასახულ ამოცანებს, რაც შეიძლება სატურნირო მდგომარეობა გავიმჯობესოთ, ეს ჩვენ გვიჩვენეთ ჩვენი სეზონის დასაწყისი, რა თქმა უნდა, თამაშები და იქიდან გამომდინარე ჩვენ ყოველ კვირას გვექნება თამაშები და მიხედვით ჩვენ ვნახავთ თვითონ ერთად რა ამ ამოცანები გვექნება ჩვენ მეცინაც არ ვეგეტყვით ჩვენ ამოცანებს, იმიტომ რომ არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, ვეცდებით მაქსიმალურად შეიძლება გამოვასწოროთ სატურნირო მდგომარეობა. მე ვთვლი, რომ სერიოზული გუნდი ჩამოყალიბდა უკვე და ჩამოყალიბდება ახლა ამ მოსამზადებელ პერიოდში ქუთაისის ტორპედო და რა ვიცი, ყველა გუნდისთვის ანგარიშ გასაწევი ძალა ვიქნებით და რა ვიცი, ჩემი აზრით ყველა გუნდთან შეიძლება მოგება თამაში. თურქულ შეკრებაზე ტორპედო უნგრეთის მოქმედ ჩემპიონ დებრეცენს, ყაზახეთის ორგზის ჩემპიონ ირტიშს და ბულგარულ ბოტევს დაუპირისპირდება. კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა კი უახლოეს მომავალში გაირკვევა. ახალი სეზონისათვის ემზადება საჩხერის ჩიხურა, თუმცა გუნდის მზადებაზე უახლოეს გადაცემებში მოგითხროთ, მანამდე კი საჩხერის ჩიხურამ საზეიმოდ აღნიშნა დამსახურებული საჩხერელი ფეხბურთელისა და მწვრთნელი სპარტაკ არჩვაძის 70 წლის თავი. მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ზემო იმერეთში არჩვაძეების ოჯახში ბიჭი დაიბადა. როგორც იმ პერიოდის ყველა ბავშვი, ისიც ჩვეულებრივად გაჭირვებაში იზრდებოდა და თან ბურთიც უყვარდა. მაგრამ სხვებისგან განსხვავებით ამ უკანასკნელში განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდა, რაც მალევე დაუფასდა. 14 წლის სპარტაკ არჩვაძე საბჭოთა კავშირის ბელიგაში მოასპარეზე გურჯაანის ალაზანში ჩაირიცხა და გულშემატკივრის აღტაცება და სიყვარული მალევე დაიმსახურა. ეს იყო სკოლა-ინტერნატი, სპორტული სკოლა-ინტერნატი, სადაც
ჩვენი გამოჩენილი მწვრთნელები თენგიზ ყუბლაშვილი, ანდრო ზაზროევი ესენი მუშაობდნენ და პირველად წამიყვანა გურჯაანის ალაზანში აი ზაზროშვილმა და მითხრა რომ აქ უნდა ითამაშო 16 სკოლა არ ქონდა დამთავრებული და ვითამაშე გურჯაანში და ძალიან კმაყოფილი ყავი. ალაზანში მიღწეული წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალევე სპარტაკ არჩვაძე ანდრო ჟორდანიამ საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში მოასპარეზე ტყიბულის მეშახტეში წაიყვანა, სადაც კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა. ამავე პერიოდში ჰქონდა შემოთავაზებები მოსკოვის სპარტაკიდან და დინამოდან, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური მიზეზების გამო იქ გადასვლა არ მოხერხდა. ამ პერიოდში მიმიწვია მოსკოვის სპარტაკი, მოსკოვის დინამო, იმიტომ რომ ჩემთან ერთად ნაკრებში თამაშობდა სმირნოვი, მოსკოვის დინამოდან და გამომიგზავნეს და უნდა წავყოლოდი იქ. ჩავედი კიდევაც ის, მაგრამ ბოლო-ბოლო მაინც დავრჩი ისე რომ არა ტყიბულში ისეთი კაცი იყო რაიკომის მდივანი რომ ვერ გამიშვა. არ გამიშვა და შემიყვარდა ტყიბული და დავრჩი ტყიბულში და დავრცია. კარიერის დასრულების შემდეგ სპარტაკ არჩვაძემ საწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო. სხვადასხვა დროს წვრთნიდა მშობლიური ქალაქის საჩხერის გუნდს, ზოოვეთს, მორკინელს, ვიტ-ჯორჯიას. წარმატებით დაასრულებინა სეზონი უმაღლესი ლიგიდან გასავარდნად განწირულ ბოლნისის სიონს. ამჟამად ბ ლიცენზიის მქონე 70 წლის წვრთნელი ჩიხურას აკადემიაში მოღვაწეობს. ის შრომა და ღვაწლი, რაც სპარტაკ არჩვაძეს ფეხბურთში მიუძღვის 70 წლის თავზე სწორედ ჩიხურამ დაუფასა. საჩხერის რიტუალების სასახლეში გამართულ საიუბილეო საღამოზე იუბილარმა უამრავი საჩუქარი მიიღო და დიდი სიყვარულიც იგრძნო. საფეხბურთო კლუბი საჩხერის ჩიხურა გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ადამიანისთვის, სპარტაკ არჩვაძისთვის გაუკეთებია იუბილე. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს დათამაშები საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში, ოლეგ ბლოხინთან და ბესონოვთან და ძალიან დიდ ფეხბურთელებთან. ამ კაცმა შემოინახა ფეხბურთი საჩხერეში. ამ ადამიანმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ეკუთვნის, რომ აი ეგეთი ისრენშაშავი იუბილე აღნიშნონ. იმიტომ ძალიან ბევრი დიდი ხანია მუშაობს ფეხბურთში, როდოს ფეხბურთელი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო და შემდეგ ფეხბურთმერე მიიღო ხელს წვრთნელთა საქმიანობას და ძალიან დიდი ფეხბურთელები აღზარდა საქართველოს. კარგი ადამიანის იუბილეა. რაც ყველაზე მთავარია, ხა პირველად მოვხდი მე ესეთ გრანდიოზულ შენობაში და ესეთ აი როგორ თქვა, იცი თბილისის დინამოში დამსახურებული ფეხბურთელი ყრია, მაგრამ მაინც ეთყობა ამ ადამიანმა იმდენად კარგი ცხოვრება გაუვა ამ 70 წლის განმავლობაში, რომ მისი შრომა შეაფასეს და დააფასეს. კაც რო დიდი დამსახურება აქვს თავის რაიონის წინაშე, თვითონ ძალიან კარგი ფეხბურთელი და აუცილებელი არ არის მაინც და მაინც თბილისის დინამოში ითამაშოს, ადამიანმა ყველა ვერ დაეტევა იმ დიდ გუნდში, მაგრამ ალბათ იმხელა დიდი მონაცემები ჰქონდა და ყველა იმ ვეტერანს, ვისაც ვეკითხები მე და მეც პირადად მინახია, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელები იყვნენ და ალბათ არჩევანი წვრთნელებზე იყო დამოკიდებული და ამიტომ დღევანდელი დღე არის ძალიან სასიყვარულო, იმიტომ რომ იმ ძველ პლიადას ადამიანებს, რომელსაც ასე აფასებენ და ვინც ეს საღამო მოუწყო ბატონ სპარტაკს არის მისასალმებელი და სასიყვარულო არის და მინდა დიდხან სიცოცხლე უსურვო, ჯანმრთელობა უსურვო. მე კიდევ ეს მახსენებს რაც იცი, რომ ჩვენ თურმე ყოფილ ვართ, არ დავიკარგებით. გასული წლის ბოლოს ჩვენ დინამოსა და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებზე გიამბეთ და იქვე დავძინეთ, რომ კიდევ ერთი საფეხბურთო სკოლა იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. თბილისში მდებარე საფეხბურთო სკოლა საბურთალოს დიდი ისტორია არ აქვს, მაგრამ სკოლამ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი უკვე აღუზარდა ქართულ ფეხბურთს. გასულ სეზონში საბურთალო უკვე საქართველოს ჩემპიონატში ჩაერთო და მომავალი სეზონიდან ძალიან დიდი შანსია იმის, რომ უძლიერესთა შორის დაემკვიდროს ადგილი. საქართველოს ჩემპიონისა თუ უმაღლესი ლიგის ახალი ბინადრების ვინაობის გარკვევამდე ჯერ ნახევარი სეზონია დარჩენილი. თუმცა მომავალი წლიდან ქვეყნის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი საფეხბურთო კლუბი საბურთალოა. გუნდის ძირითად ბაზას, რა თქმა უნდა, მისი საფეხბურთო სკოლა და აკადემია წარმოადგენს, რომელსაც დიდი ტრადიციები და გეგმები გააჩნია. კლუბის მფლობელობაშია იოსებიძეზე მდებარე საფეხბურთო სკოლა, პენდელას სტადიონი თავისი ბაზით, სადაც საფეხბურთო მოედნის გარდა ჩოგბურთის ღია და დახურული კორტებიცაა განთავსებული.
ცოტა ხნის წინ კი საბურთალომ გლდანში ამერის ყოფილი ბაზა იჯარით აიღო და ახლა მის მთავარ ბუნებრივ საფარიან მოედანზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქვეა მეოთხე თაობის ხელოვნურსაფარიანი მოედანიც, სადაც ჭაბუკთა გუნდები თამაშობენ. ჩვენ ახლა ამერის ბაზას გამართავთ ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ამას დრო ჭირდება, რომ იდეალურ დონემდე მივიყვანოთ, მაგრამ დაწყებულია იოსებიძეზე სამუშაო პროცესი არის გლდანშიც და ველოდებით, რომ ამ უმაღლესი ლიგის დადგომისთანავე ეს ყველა ინფრასტრუქტურა, რაც დაწყებული პროექტებია, დაგვიწევა და დავამთავრებთ და გვიქნება უფრო გამართული ინფრასტრუქტურა, ვიდრე დღეს გვაქვს. სულ საბურთალოს აკადემიაში დაახლოებით 800 ბავშვი ვარჯიშობს, თუმცა მომავალში ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. მეორე ეტაპისთვის ძალიანად ყველა გუნდს არ დაუწყია ჯერჯერობით ვარჯიშები. 20-დან 25-დან ყველა უკვე დავიწყებთ მეორე ეტაპისთვის მომზადებას და ყველაფერი ნორმის მიხედვით მიდის გაწერილი გრაფიკით და იმედია სეზონის ბოლოს კარგი შედეგებიც გვექნება. იოსებიძეზე მდებარე საფეხბურთო სკოლაში უმცროსი ასაკობრივი გუნდები ვარჯიშობენ. რაიონიდან ჩამოსულ ბავშვებს, რომლებიც გლდანის ბაზაზე ცხოვრობენ, ავტობუსი ემსახურება. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება აქაც იგეგმება. 6-დან 9 წლამდე არის ასაკობრივი ჯგუფები, მე 9-დან 12-მდე. და მე კიდე 12-ზევით უკვე აკადემიაში არიან ბავშვები და ჩვენთან რაც შეეხება იოსებიძის სასწავლო ბაზაზე 6-დან 9 წლამდე უფრო მეტად რა. იგეგმება კიდე ახალი გასახდელების მოწყობა თვითონ მშობლებისთვის კაფე, რომელიც მოეწყობა თვითონ აქ ტერიტორიაზე, რომ თვითონ მშობლებსაც გავუადვილდეთ ბავშვების ვარჯიშის პერიოდში. სიცივის პერიოდში უბრალოდ რომ თვითონ ისაც სურვილი ექნება რომ უყურონ თვითონ ინფრასტრუქტურა ბურთებით და თუ კი რამე არის ახალი ინვენტარიზაცია რაც ჭირდებათ მცნელებს იმისათვის ბავშვების დაოსტატებისათვის რომ ხელი არ შეეშალოთ ყველანაირი პირობა ექნება შექმნილი. ყურადღების ცენტრში ახლა რა თქმა უნდა მთავარი გუნდია, რომელიც პირველი ლიგის თამაშების განახლებამდე საახალწლო შესვენების შემდეგ მზადებას განაგრძობს. ფეხბურთელებმა ცოტა ხნის წინ სამედიცინო შემოწმებაც გაიარეს. შემოწმების პროცესს როგორც წესი წელიწადში ორჯერ ვაკეთებთ ხოლმე, სრული გამოკვლევა ხდება სპორტსმენების ყველანაირი ტესტების გამოყენებით. ჯერჯერობით სრულ ინფორმაციაზე ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ რომ ანალიზი ჯერჯერობით გასაკეთებელია, მაგრამ ზოგადი დაკვირვების გამოკვლევის გასინჯვის შედეგად ჩვენი გუნდი სრულ კარგ ფორმაშია. და მე მგონია რომ ყველაფერს კარგად ჩაატარებენ. კლუბი 24 და 30 იანვარს ბენდელაზე ცხინვალისა და ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამხანაგურ მატჩებს გამართავს. შემდეგ კი თურქულ შეკრებაზე გაემართება. სეზონის ბოლომდე შემადგენლობაში დიდი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა ერთი ახალბედა დავით ჯიქია საბურთალოს ნამდვილად დაემატება. თუ შევძლებთ და გადავალთ უმაღლეს ლიგაში, პატარ-პატარა ცვლილებები იქნება, რამოდენიმე ფეხბურთელის გამოსვლის დამატება მოგვიწევს, მაგრამ ძირითადად ეს გუნდი იქნება, იმიტომ რომ მე ამ გუნდის ჯერა ძალიან პერსპექტიული და ძალიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. ჯერჯერობით ისეთი ფეხბურთელი რო ვთქვათ, რომ უკვე გადაწყვეტილია, ერთი ფეხბურთელი დავემართოთ, მარტო ეს არის ჯიქია, დავით ჯიქია და მეტი არც დაგვიმატებია, რამოდენიმე ფეხბურთელია, რომელიც ისინჯება და როგორ დამთავრდება ეს და დავიმატებ თუ არა, ეს უკვე დრო გვიჩვენებს. მოხარულა ესეთ პერსპექტიულ ახალგაზრდულ კლუბში მოხვდი და ძალიან მეგობრული განწყობა დამხვდა აქ და ადაპტაცია ნამდვილად არ გამჭირვებია. სეზონი გაზაფხულზე განახლდება. პირველი ლიგის A ჯგუფში საბურთალო უახლოეს მდევარს ჭიათურას 12 ქულით უსწრებს და თუ კლუბის გამართული ინფრასტრუქტურისა და ტრადიციულად ძლიერი საფეხბურთო სკოლის ფაქტორს გავითვალისწინებთ, უმაღლესში გადმოსვლა და იქ ადგილის დამკვიდრება არ უნდა გაუჭირდეს. ასეთი იყო საფეხბურთო არენა, ახლა კი მცირე ფეხბურთზე გადავიდეთ და სტუდიაში სტუმრად ყავს ფუტზალის ასოციაციის პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი და გენერალური მდივანი გიორგი დარჯანია. მოწვევის მიზეზი ალბათ ძალიან მარტივია და ყველა თქვენგანი მიხვდა. დღეს დაბრუნდით ლიტვიდან, სადაც გაიმართა Euro 2016 საკვალიფიკაციო ეტაპი და რაც ყველაზე მთავარია, წარმატებით დასრულდა ჩვენი გუნდისათვის. გილოცავთ ამ წარმატებას, მაგრამ წინ კიდევ უფრო დიდი ბრძოლები არის. მოდი დავიწყოთ, დრო არც ისე ბევრი გვაქვს და დავიწყოთ თავიდანვე. ესტონეთი, შვეიცარია, ლიტვა, ეს იყო მეტოქეები. ჩვენ მცირე ხნის წინ დაახლოებით ერთი თვე არც არის გასული, რა შევხვდით აქ ამ სტუდიაში და საუბრობდით სწორედ ამ ტურნირზე, ძირითადად რომ აქ წარმატება იყო დაგეგმილი, მოდი პირდაპირ. დიახ, მაშინ ჩვენ ერთი თვის წინ, როდესაც ვიყავით თქვენთან სტუდიაში, მაშინ ამ კითხვაზე გიპასუხეთ, რომ ჩვენ უნდა გავსულიყავით ამ ჯგუფით. აუცილებელი იყო. მოდი დავიწყოთ ესტონეთით, უხგოლიანი შეხვედრა 6-3, მაგრამ თავიდან ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით.
დიახ, ნუ პირველი ტაიმი ჩვენ მოვიგეთ 4-0. ეს საკმარისი იყო უკვე გადაწყვეტილი იყო ფაქტობრივად რომ ამ თამაშს ჩვენ ვიგებდით, რის გამოც უკვე მეორე ტაიმში ის ტემპი აღარ ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ისეთი როგორც პირველ ტაიმში. ამან გამოიწვია ის რომ 3 ბურთი გაუშვით ესტონელებისგან, თუმცა 2 ჩვენს გავიტანეთ და საბოლოო ჯამში 6-ით 3 მოვიგეთ ეს თამაში. ასე რომ შედეგით, რა თქმა უნდა, ჩვენ კმაყოფილები ვართ, თუმცა მეორე თამაში გუდმა თამაშის ტემპს დაუკლოთ. ალბათ ესეც გასათვალისწინებელია. ალბათ ის რომ მეორე როდესაც ახლა 3 თამაში გაქვს 4 დღის მანძილზე ჩასატარებელი და როდესაც უკვე პირველი ტაიმის შემდეგ პრაქტიკულად გადაწყვეტილია თამაშის ბედი, რასაკვირველია, იგივე ტემპით მეორე ტაიმს ალბათ აღარ თამაშობენ. აი ეს არის გოლები, საკმაოდ ლამაზი გოლები გავიდათ ამ პირველ შეხვედრაში ესტონეთთან. და თავი და პირველივე სასტარტო შეხვედრაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის გუნდმა ირწმუნა თავისი ძალა მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში იქნა ეს 3 გოლი გაშვებული, მე მგონი ამას დიდი არსებით მნიშვნელობა არ ქონდა. ხო, დიახ, იმიტომ რომ ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, ამ დროისთვის თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო და ბუნებრივია რომ ბიჭები რაღაც დოზით ალბათ უკვე ფიქრობდნენ დარჩენილ 2 თამაშზე, ბევრად უფრო რთულ თამაშზე, ვიდრე ეს იყო ესტონეთის მატჩი. პირველ რიგში მე ვესალმები ტელემაყურებელს, მიულოცავ ნათლისღებას სრულიად საქართველოს და მოგახსენებთ რომ ფეხბურთი ყველამ კარგად ვიცით და მოგეხსენებათ როგორი არის სტატისტიკას რო გადავხედოთ 40 დარტყმა მქონდა კარებში რა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი შევაგდეთ რა. თანა ძალიან ისე იყო ხა მატჩის დებიუტში როდესაც გახსნი გოლს და ფაქტიურად ბოლო წუთზე გაუშვით, დიახ, ბოლო წუთზე გაუშვით. თულია. ველოდებოდით სული მომენტს რომ აი ეხლა და ბევრი ნახეთ თქვენ მომენტები. აი მიდის კიდევაც ხა შეგვიძლია მაყურებელ მომენტებს ხედავს აგერ ტელემაყურებელი და ხედავს რომ ძალიან ბევრი დარტყმა იყო კარებში. ძელზე იყო ძალიან ბევრი მოხვედრა, მაგრამ ნუ ვიცით ფეხბურთი ისეთი თამაშია, შეიძლება ერთხელ დაარტყა მთელ თამაში და გაიტანო და მოიგო და შეიძლება აი როგორც ამ მატჩში მოხდა 40 ჯერ დაარტყა კარისკენ და საბოლოოდ თამაში ამ ფრემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა გასვლა, რადგანაც თანაბარი ქულების შემთხვევაში უკვე ბურთების დათვლაც იყო და ყოველთვის ძნელია მასპინძელთან თამაში. ბოლო თამაში იყო ლიტვა. ნუ ფაქტიურად ჩვენ მობილიზებულები ვიყავით, რომ ბოლო თამაში იქნებოდა ფინალის ტოლფასი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მეორე თამაში უფრო თქვა ჩვენთვის დაძაბული აღმოჩნდა და თქვა ის მიზანი რაც იყო იმ 3 ქულის აღწევა, მიღწევა და აღება გამოვიდა ერთი ქული. ნუ ჩვენ უკვე წინასწარ ვიცოდით ის რომ მოგება, არა, იცით, მოგება არ იყო საკმარისი ჩვენ ბურთების რაოდენობას გჭირდებოდა. რა თქმა უნდა, დიახ, უკვე ვიცოდით რა ანგარიში გჭირდება და იცით ეს კიდევ უფრო ართულებს ამოცანას, იმიტომ რომ ერთია, როდესაც გუნდმა იცის რომ უნდა მოიგოს და მეორეა, როდესაც გუნდს ეუბნები რომ შენ უბრალოდ მოგება კი არ გჭირდება რაღაც ბურთების გარკვეული რაოდენობა. ორი ბურთი გჭირდებოდა და გამოგვივიდა 3-ჯერ მეტი. დიახ, თუმცა შენ როგორც აღნიშნე, ძალიან ცუდი დასაწყისი ჰქონდა მეოთხე წუთზე ჩვენ გაგვიგდეს მეკარე, არ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, თუმცა ამას აღარ აქვს უკვე არანაირი მნიშვნელობა. დავჭით მეკარის გარეშე, პირველი მეკარის გარეშე და იმ წამსვე გაუშვით გოლი. იმ ჯარიმით, რომელიც ამ გაძევებას მოყვა. და შესაბამისად აი მატჩის დასაწყისშივე ჩვენ მივიღეთ ეს უმძიმესი სიტუაცია, დავჭით უმეკარეოთ, ვაგებდით და პლუს ამას ემატება ის რომ მასპინძელთან გაქვს თამაში, როდესაც ხა დიდი აჟიოტაჟი არ იგრძნობოდა როგორც ჩანს ხა ტრიბუნებზე არ არის ძელი ხალხი. გეტყვი დაახლოებით 2000 კაცი იყო, ეს დარბაზი თვითონ ეს არის ჟალგირისის დარბაზი, 4000 კაცი. მხრიდან არის გადაღება, სადაც ძირითადად რა თქმა უნდა 4000-იანი დარბაზია, 2000 კაცი დაახლოებით იყო ამ თამაშზე, თუმცა ესეთი ხმაურიანი მაყურებელი კი ყავთ ლიტველებს. ნუ ბუნებრივია ახლა ლიტვაში მაინც კალათბურთია პირველი ნომერი სპორტი. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და ლოგიკურია. არ ექვემდებარება ეს არაფერი კალათბურთი. დიახ, თუმცა ის თამაში რაც უკვე აი მეკარის გაძევების და გაშვებული ბურთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა აჩვენა, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო აი ბრწყინვალე თამაში, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რაც კი საქართველოს ნაკრებს უჩვენებია და აი არანაირი კითხვები უკვე ამ თამაში მე მგონი აღარ დარჩა. აქ არც გამართლებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, არც რაღაცაზე, იმიტომ რომ ეს იყო იმდენად აშკარა იყო საქართველოს ნაკრების უპირატესობა და იმდენად დიდი სხვაობა გამოჩნდა კლასში, რომ აი არანაირი კითხვები არც მეტოქე გუნდს და არც მაყურებელს, ლიტველ მაყურებელს არ გაშენიათ, თუ ვინ იმსახურებდა ამ მატჩში მოგებას.
წავედით შემდეგი ეტაპი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ხა გასაგებია, ცოტა დამშვიდება, დაწყნარება არის, ეიფორიიდან ცოტა გამოსვლა საჭირო და მომზადება. მარტის ბოლომდე რა შუა რიცხვებამდე 17-ში იწყება შეჯიბრი. დრო არის კიდე. როგორ მოემზადება გუნდი? იმიტომ რამდენიმე ლეგიონერიც არის, რამდენიმე კი არიან ლეგიონერები. 4-თვიანი საქართველოს ფუტბოლის ასოციაციამ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაწია ერთობლივი მუშაობა 4-თვიანი, რაც აგერ აისახა ჩვენს შემდეგ ეტაპზე გადასვლით. ეხლა დაგეგმილი არის თებერვლის თვეში არის 9 და 10 რიცხვში ორი ამხანაგური თამაში მაკედონიის ნაკრებთან. თბილისში თუ მაკედონიაში მარტის შუა რიცხვებისთვის წასვლამდე გეგმავთ სასომხეთის ნაკრებთან თამაშს. მოგეხსენებათ, რომ პირველ ადგილით გავიდა სასომხეთიც და შემდეგ უკვე მივდივართ რუმინეთში. და ეხლა ეს რა მინდა დათო აღნიშნო, რომ ეს პირველად მოხდა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გამოიყენა UEFA-ს უკლებრივ ყველა ფანჯარა, ამხანაგურების ფანჯარა მოსამზადებლად. ამ ეტაპამდე ჩვენ გვქონდა 3 ფანჯარა, ჩავატარეთ 6 თამაში და ეხლა გვაქვს უკვე თებერვალში 1 ფანჯარა, UEFA-ს ოფიციალური ფანჯარა და ამასაც ვიყენებთ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს საჭიროა. თითქოს ბუნებრივია და ამაზე თითქოს არც უნდა გჭირდებოდეს ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე სამწუხაროდ წლების მანძილზე ჩვენ ისე აქტიურად და ვერ ვიყენებდით ამ ფანჯრებს. ეს ყოველთვის პრობლემა იყო და ერთს დავამატებ თუ შეიძლება. კი ბატონო, გზარით. რა არის იცით, აი ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ აი ძალიან ხშირად ვაწყდებით ისეთ პრობლემებს, რაც თითქოს წარმოუდგენელი პრობლემებია და ძალიან გულდასაწყვეტი პრობლემებია. აი ელემენტარულად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ნაკრებისთვის შერჩეული ყავს, შეთვალიერებული ყავს რამდენიმე ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი, რომლებიც არიან ამავე დროს სტუდენტები. და ჩემთვის აი გაუგებარი რაღაც მიზეზების გამო საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია უკეთავს გზას ამ პარალელურად აქ იყო საუბარი, პარალელურად არ შეუძლიათ, თორემ შეუძლიათ მათ ითამაშონ ის ტურნირი და შემდეგ უკვე გადავიდნენ. ანუ დღეს როდესაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ რომელიღაც კონკრეტული სტუდენტი ფეხბურთელი მზად არის იმისთვის, რომ ითამაშოს ეროვნულ ნაკრებში, მას არ აძლევენ ამის საშუალებას, უკეტავენ კარს. ხო, მას შეუძლია აღარ ითამაშოს იმის გამო, რომ ისიც ის თამაშობს სტუდენტურ ლიგაში. ხო, ის შეუძლია აღარ ითამაშოს. არ ვიცი რა პრობლემა. ანუ მე უნდა გამოვიზახო ნაკრებში. შემდეგ სტუდენტური ფედერაცია აუკრძალავს მას სტუდენტურ ლიგაში თამაშს. და ის ფეხბურთელი უნდა დარჩეს უგუნდოდ. ხო, არ ვიცი ხა ამაზე. აი წარმოუდგენე ჩემთვის ეს არის აუცილებელი პრობლემაა და მე ვერ ხვდები უბრალოდ აი რა ასე ხელოვნურად რატო ჩდება ეს პრობლემები და მით უმეტეს სპორტის სამინისტრო ამაზე რატო ხუჭავს. მით უმეტეს მე ვერაფერს ვერ გეტყვით ამაზე, რადგანაც ეს კითხვა აბსოლუტურად სხვაგან არის. მეტოქეები ძალიან პორტუგალიაა ჯგუფში და ამით ყველაფერი დამთავრებულია გასაგებია ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი პლუს ყაზახეთი და მასპინძელი რუმინეთი. ნუ არა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული ჯგუფია. პორტუგალიის ნაკრები ახლა ვიცით, რაც არის. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ასევე ყაზახეთის ნაკრები აქ სახელმა არ უნდა მოგვატყუოს, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ბრაზილიის და პორტუგალიის ნაკრების ნაზავი, თუ შეიძლება ასე ითქვას. კაირატი ყველამ ვიცით, რაც არის. დიახ, ხო, ნუ წარმოიდგინეთ, ნუ კაირატი სავსე იყო ბრაზილიელები და პორტუგალიელები, იგივე ყველას გაუკეთეს პასპორტები და ისინი თამაშობენ ახლა ყაზახეთის ნაკრებით, ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ყაზახეთიც ეს არის როგორც გადავხედე შემადგენლობა და იქ ნაკრების ნარევი და ნუ რუმინეთი რომელიც მასპინძელია და ეს მასპინძლობა საკმაოდ ისე დიდ უპირატესობას აძლევს. და რას გეგმავთ, ზვიად? პირველ რიგში მუშაობას. ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სასურველ მიზანს მივაღწიოთ. თქვენ აღნიშნეთ დღეს ჩამოსვლის დროს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ მაინც უფრო ლოგიკური იქნება პლეი-ოფში მოსახვედრად მეორე ადგილისთვის, მეორე ადგილიდან. მეორე ადგილიდან, რა თქმა უნდა. თუმცა დავით რა არის, ჩვენ რეალურად აი ეს ნაკრები, აი ეს შემადგენლობით, ხო იქ რა თქმა უნდა არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ნაკრებში თამაშობენ, ვეტერანები. თქვათ იგივე ალე ზაბირაძე, რომელიც 39 წლისაა. ნუ ჩვენივე თამაში პირველ თამაშს თუნდაც დუბლი შეასრულა. მაგრამ ნუ ბუნებრივია ახლა ის დროა, რომ უფრო ახალ თაობას უნდა მიეცეს შანსი ახლა ალექსანდრე ზაბირაძე და თქვათ იგივე გოგა ალთუნაშვილი
კიდე დიდხანს ვეღარ ითამაშებენ, ხო, ბუნებრივია. მაგრამ ამ კონკრეტული ტურნირისათვის ალბათ საჭიროა ნაკრები, რომელიც ამ წუთას ან ფორმაციის ნაკრები სექტემბრიდან იწყებს თავის ისტორიას, ასე ვთქვათ, აი ამ ფორმაციის ნაკრები და ბუნებრივია ჩვენ გაწერილი გვაქვს აი ეს გეგმა, როგორ უნდა მოემზადოს, დიახ, ეროვნული ნაკრები როგორ უნდა მოემზადოს. ხო, არა, ამ ეტაპზე წარმატება, შემდეგ ეტაპზე თუ გავიდა გუნდი მეორეზე, რაც არის დაგეგმილი, ეს ბუნებრივია წარმატებად უნდა ჩაითვალოს. დიახ, მით უმეტეს ჩვენ სექტემბერში უკვე გველოდება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და ბუნებრივია ჩვენ უკვე ვფიქრობთ აი იმ შესარჩევ ეტაპზეც, რომ ეს ლოგიკურად ეს ჯაჭვი უნდა გაგრძელდეს. არაჩვეულებრივი იქნება თუ 1 წლის წინ უკვე ამ მომზადებაზე ვისაუბრებთ თებერვლის დასაწყისში. არა, მე გეტყვით, მე მაგალითად ივლისში უკვე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სამხანაგური მატჩები. უკვე გვაქვს დაგეგმილი. ივლისის თვეში ივლისში არის კიდევ ერთი ფანჯარა UEFA-ში არის, რომ მაყურებელი მოდიდა უფრო მეტად, იმიტომ როდესაც იყო ელიტ რაუნდის თამაშები, მაყურებელი ნამდვილად არ აწყდა ფუტსალს და იმედი ასეც იქნება. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის და ამ საინტერესო საუბრისათვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ზვიად ხაჩიაშვილი და გიორგი დარჯანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. წარმატებას გისურვებთ. ჩვენ კი რამდენიმე მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ დავბრუნდებით და შემდგომ გადაცემაში თქვენ ნახავთ. 38.5 მილიონი ლარი ქართული ჭადრაკისათვის. ჭადრაკის განვითარების 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე არენა სტუდიაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი. მოფარიკავების პირველი სტარტი 2015 წელს. იტალიის ნაკრებთან ერთობლივი შეკრება და მზადება მსოფლიოსა და ევროპის თასებისათვის. ფიგურული ციგურაობა. ახალი ოლიმპიური ციკლის დასაწყისი და მომავალი ევროპის ჩემპიონატი. საუკეთესო ევროპელ მოციგურავეებთან ერთად შვედეთის დედაქალაქში ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ. სპორტსმენების მზადებასა და სამომავლო პერსპექტივებზე სტუდიაში საქართველოს ფიგურული ციგურაობის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი. გუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი და ბატონი გია გიორგაძე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. მოდი დავიწყოთ იმით, რომ დღეს დასრულდა ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში, საკმაოდ საინტერესო და ბევრისთვის მოულოდნელად დასრულდა, ალბათ ამაზეც ქალბატონი ნონას და თქვენც ისაუბრეთ. ვაჟთა ჩემპიონატის დასრულებამდე ბოლო ეტაპი გადარჩა, ფინალური მატჩია გასამართი, მაგრამ დავიწყოთ საუბარი სწორედ იმაზე, რაზეც ძალიან ბევრი იყო ბოლო პერიოდში საუბარი. 2014 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ჭადრაკის განვითარების 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამა და სწორედ აი თანხამ გამოიწვია ძალიან ბევრი საუბარი 38.5 მილიონი ლარი ამ 4 წელიწადში და ბატონ გია ალბათ ყველაზე კარგია ის რომ ზუსტად აუხსნათ მაყურებელს რაში უნდა დაიხარჯოს ეს 38.5 მილიონი ლარი და ალბათ ქალბატონონაც ამაზე ისაუბრებს. დიდი მადლობა ბატონო დავით, მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. დღევანდელი წვინვალი ბრძოლის დღესასწაული ნათლისღების დღესასწაული უნდა მიულოთ სომათ და სასიამოვნო საღამო უსურო. რაც შეეხება ჩვენ სახელმწიფო პროგრამას, ქართული ნათქვამი არ ხო იცი, პროგრამამ გარეთ მტერს დაუფსო თვალი და შიგნით მოყვარესო ესე გამოვიდა. გარეთ იმიტომ რომ სხვათაშორის კარგი გამოხმაურება ქონდა საერთაშორისო ამას, ძალიან ბევრ ცნობილ საიტზე დაიბეჭდა ინფორმაცია და სხვადასხვა აი ერთ რუსულ საიტზე იყო ესეთი პოლემიკაც გამართული რომ კი მაგრამ საქართველოში თუ კარგი რამ ხდება ჩვენ რა შუაში ვართო ჩვენ საიტზე რატო იწერება ესაო და ნუ იქ ახსნეს რომ იქ პოლგარმა დაწერა თავის ვებგვერდზე ამიტომ ძალიან კარგი არის ეს რომ ძალიან კარგი პოლემიკა იყო და ვფიქრობ რომ საქართველოს ჩადგა იმ მართლაც მოწინავე ქვეყნების დიგში რომელშიც სახელმწიფო პროგრამა მუშაობს და პირველ რიგში ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყნები, სამხრეთი და აზერბაიჯანი, სადაც მართლაც სერიოზული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფო მხრიდან ჭადრაკს. აზერბაიჯანში ხო ისე სტარდება ოლიმპიადა იგივე 2016 წელს. რაც შეეხება თვითონ ბიუჯეტს 38 მილიონი ნახევარი ბიუჯეტი, ეს არის 4 წელზე გათვლილი ბიუჯეტი. ძირითადი თანხა 32 მილიონი იხარჯება მსოფლიო თასზე, რომელიც არის 2017 წელს კონკრეტულად 4 მილიონი ლარი და დანარჩენი თანხა იხარჯება უკვე 2018 წელს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზებისას. ჭადრაკის ფედერაციის ბიუჯეტი ფაქტობრივად რაც იყო დღემდე, ის იგივე დარჩა, არაფერი არც მომატებულად, არც მოკლებულა. ნუ არის მცირედი პროგრესი, აი რა თქმა უნდა, ამ კუთხით, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია. ბიუჯეტი რამდენია უბრალოდ, იმიტომ რომ მაყურებელი აი ყოველთვის
ძალიან ბევრგან დაიწერა და ის კითხვები ისება თვითონ ჭადრაგის ფედერაციის ბიუჯეტი თქვენ ძახით რომ ეს არის განვითარება 1.200.000 ჭადრაგის ფედერაციისა და ჭადრაგის აკადემიის ბიუჯეტი ორივე ერთად წელიწადში არის 1.200.000 აი ეს არის მთლიანი ბიუჯეტი აი რო დავაკონკრეტოთ ეს თან და აი 38.5 მილიონი 32 მილიონი გადავდოთ 17 და 18 წლებს ეს არის სოფლიო თასი და ოლიმპიადა 5 მილიონი ეს არის ჭადრაგის ფედერაციისა და ჭადრაგის აკადემიის ბიუჯეტი და არის 1.5 მილიონი კიდე იმ ღონისძიებებზე რომელიც წელიწადში თითქმის 2 ღონისძიება გვაქვს ჩვენ გასამართი აი მაგალითად ახლა 14 ფებრუარს იწყება ფიდეს გრან-პრი რომელიც არის ელიტარული ტურნირი ვაჟთა ჭადრაგის და რომელიც აი ელიტარული მოჭადრაკეებს უმასპინძლებს ჩვენ თბილისში. შემდეგ იქნება მაისში ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატი, ასე არის. მაგალითად 26 წელს არის მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი, აგრეთვე არის აი ხალბატონონ და საიუბილეო თარიღი არის და ჩვენ ქალთა გრან-პრი გვინდა დავამტყუოთ ამ საიუბილეო თარიღს. 2017 წელს როგორც თქვი იქნება მსოფლიო თასი და 2018 წელს ოლიმპიადამდე იქნება ჯერ ევროპის ვაჟთა და ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატები და შემდეგ იქნება ოლიმპიადა. აი ამ საერთაშორისო აქტივობებზე იხარჯება ეს 1.5 მილიონი. ეს არის პირველი შემთხვევა ხალბატონო რომ ამხელა თანხით ეხმარება და ეს ამ პროგრამის მიზნები და ამოცანები არის, მაგრამ ეს თითეული ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს ჩვენ რომ ვისაუბრებთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია თითეული. ჩვენ ძალიან სერიოზულად მუშაობდით, რომ თითეული პუნქტი შესულიყო. აი მაგალითად აქ არასდროს არ იყო საუბარი, ახლა მასმედიაში სულ საუბრობდნენ თანხაზე, მაგრამ აი რა მნიშვნელოვანი პუნქტები აქვს შესული. პირველ რიგში რეგიონებში ჭადრაგი უნდა განვითარდეს და ეს არის უკვე პირდაპირ დავალება ადგილობრივ თვითმმართველობებს და იმ კლუბების წარმოჩენა ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ჭადრაგის სკოლებში. აი აქ რა მდგომა თქვენ ადრეც აღნიშნეთ ეს რომ ჭადრაგის სკოლებში და დღესდღეობით ეს გახდება ჩვეულებრივი საგანი ჩვენ გვინდა რომ გახდეს სერიოზული საგანი ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ასე ვთქვათ კარგი გაგებით განათლების სამინისტროს და ეხლა უკვე არის დავალება განათლების სამინისტროს ეს აუცილებლად აი თქვა შემდეგი ministrიდან შევა მე-4 კლასი უნდა დავიწყოთ ჩვენ ამ შემუშავება პირველი 4 კლასი კი შემდგომ სურვილის მიხედვით ეს არის არ არის ეს არა მარტო ჭადრაგისებს არ კეთდება კარგად გამიგეთ ეს კეთდება ჩვენი მომავალი თაობისათვის რადგან ჭადრაგის სკოლებში ეს არის პირველ რიგში მომავალი თაობისათვის სპეციალური უნარჩვევების გამომუშავება, რაც კარგი არის ნებისმიერი ადამიანისათვის. თუ იქიდან რომელიმე აირჩევ შემდეგ ჭადრაგს როგორც თავისი განვითარებისათვის, შემდეგ სექციებში გაგრძელდება ჩვეულებრივ. ხო, ნუ კარგია ჭადრაგიც კარგია, სხვა სპორტიც კარგია, უბრალოდ დღეს ისეთ მდგომარეობაა რომ სკოლებში სპორტის გაკვეთილი იქვია უკვე რამდენადაც მე ვიცი და სამწუხაროდ უმეტეს სკოლებში ძალიან ცუდი მდგომარეობა ალბათ ესეც უნდა დადგეს და არც ერთ სპორტის სახეობის წინააღმდეგ ალბათ არავინ არ იქნება ყოველს თავისი არჩევანია რომ აი ჭადრაგის სკოლებში ჭადრაგის გაკვეთილები გამოყენებული იქნეს სპორტის გაკვეთილის ნაცვლად წინააღმდეგებით ამას იმიტომ რომ ეს არ არის არანაირად სპორტის გაკვეთილი ეს არ არის სპორტული აქტივობა ჩვენ სხვა კუთხით გვინდა შევხედოთ ჭადრაგის სკოლების პროგრამას, ეს არის ჩვენი მომავალი თაობის ინტელექტუალური განვითარება. აი, თანხებზე მინდა მაინც კითხოთ, რადგანაც თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ აი იგივე ის სტუმრები, მონაწილეები, როდესაც ჩამოვლენ, თქვენ იხდით მათი დაბინავების ფულს და ეს მხოლოდ ჭადრაგშია, ასე? იმიტომ რომ მე სხვა სპორტის სახეობებში გადავ. ეს სტუმრებზეა ლაპარაკი, ეს არ არის მონაწილეებზე. გუნდები რო ჩამოვიდნენ ოლიმპიადაზე, ის გუნდები თვითონ იხდიან ფულს და ბიუჯეტი გულით შევა. ეს მაინტერესებს, ხო, იმიტომ რომ იგივე სხვა სპორტის სახეობები, როდესაც ჩადის გუნდი, თვითონ იხდის. არა, ეგ ცხოვრების ხო, ცხოვრების თანხა და ბიუჯეტი. აი დავით, არის სპეციალური ფორმა განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ ფიდეში. კონკურსში რომ მიგვიღო. ხო, ჩვენ ამაზე ხო ვისაუბრეთ. ხო, რომ მიგვიღო მონაწილეობა და გიხსოვ ვისაუბრეთ, თავის საჩუქრად ჩანთებიც ჰქონდა ჩვენ გამზადებული რომ კონკურსი მოგვიგო. სხვადასხვა მინდა ვთქვა რომ ჭადრაგის ოლიმპიადების ისტორია 1927 წლიდან იწყება, ლონდონი იყო პირველი მასპინძელი, მას შემდეგ ყველა დიდმა ქალაქმა ჩაატარა ეს ღონისძიება, ყველმა არა მარტო ევროპის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და აი ბათუმი ჩადგა იმ ქალაქების რიგში, ეს არ არის პატარა გამარჯვება ჩვენთვის, საქართველოსთვის, ბათუმისათვის. 2006 წელს იქნება ბაქოში ოლიმპიადა, ხო? ნორვეგიაში იყო, სტამბულში იყო, ძველ ოლიმპიადა, კი, დრეზდენში იყო ჩვენთვის ყველასათვის დასამახსოვრებელი და გამარჯვების ოლიმპიადა. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის. რაც შეეხება ახლა აი პირდაპირ გვიწერია ჩვენ და ეს ყველა ორგანიზატორი ბოლო წლებში ესე ხდება, რომ ყველა ქვეყანა 14 მონაწილე ჩვენ უნდა მივიღოთ. გუნდი პლუს კაპიტანი, დელეგაციის ხელმძღვანელი და ფიდეს დელეგატი. დანარჩენი აი ამ გუნდებს ყველას მოყვება დაახლოებით ერთი იმდენი კიდევ დამატებითი მცდელი ექიმები ხო ესენი უკვე მათ ხარჯზე არის, მაგრამ
ეს ოფიციალურად 14 ადამიანი. ხო, არა, მე უბრალოდ კითხებს ვსვავ, რადგანაც ეს ყველამ გაიგოს, რომ თუ რატო და როგორი ხარ. სად ტარდება? აი, იმიტომ რამდენიმე ვარიანტი იყო. ჩვენ კადრებს ნახულობდით ახლა ბათუმში ჩატარებული უკვე ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატის კადრებს და საკმაოდ კარგად ჩატარდა. იქ იყო იმის მშვენიერი ორგანიზება იყო ამ ყველაფერს. სად ჩატარდება, რადგან ეს მასშტაბურია უფრო დაახლოებით 172 ქვეყანა იყო წინა ოლიმპიადაზე, ხო? 180-მდე 168 იყო კაცებში და 138 იყო თუ რამდენი ქალებში. მაგრამ ნუ ეხლა მე ოფიციალურ მონაცემ რაც არის 172 ქვეყანა. ეს ძალიან დიდია, უკვე სერიოზულია, ეს ფაქტიურად მარტო ოლიმპიადაზე ხდება, იმ დიდ ოლიმპიადაზე როცა. ხო, ცოტა უფრო მეტია, დანარჩენი არის ჭადრაკი, სადაც აი ამდენი გუნდი იყრის თავზე. ხო, სად ჩატარდება? აქ არის ამდენიმე ვარიანტი. პირველ რიგში ვალდებულებაში გვიწერია, რომ სათამაშო სივრცე უნდა იყოს 6-7000 კვადრატული მეტრის. ესეთი სივრცე დღესდღეობით ბათუმში არ არსებობს. არ შეიძლება ორი სხვადასხვა იყოს. შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ როდესაც იყო ფიდეს ინსპექტორი ჩამოსული ჩვენთან ბათუმში ინსპექტირებისას, რომელმაც დაადასტურა, რომ სასტუმროს კუთხით ბათუმს არანაირი პრობლემა არ აქვს. იქ იყო რამდენიმე ალტერნატივა. ეს კარგია საბედნიეროდ ეს პრობლემა. რამდენიმე ალტერნატივაზე იყო საუბარი სათამაშო სივრცე, მაგრამ მოთხოვნა არის ოლიმპიადა არის ერთი ოჯახი, ჭადრაკი არის ერთი ოჯახი. ქალების და კაცების ერთად. იყოს ერთად, იმიტომ რომ ელემენტარული არის ყველა ვთქვათ, განვითარებად ქვეყნებს მოჭადრაკეს სურს ითამაშოს კარსენის გვერდით და არ იყოს ისინი სხვადასხვა დარბაზში მოთავსებული, ხო? ეს არის მიზეზი, რომ შენ ამისათვის ყველაფერი გააკეთო. სხვადასხვა როგორც სპორტის სამინისტრო გეგმავს ბათუმში უნდა აშენდეს სპორტული კომპლექსი. ეს უახლოესი 2 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. ჩვენ შევისწავლეთ ეს პროექტი და ჩვენთვის ეს აბსოლუტურად მისაღები არის, რომ ეს არის ბოლო ვარიანტი, იყო ექსპოს ტიპის. არის ექსპოს ტიპის ვარიანტი, ეს უკვე აჭარის მთავრობაზე არის დამოკიდებული. მათ სხვადასხვა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელიც იყო ნორვეგიაში, ესწრებოდა პრეზენტაციას. ჩვენს გვინდოდა მას სტუმრად მოყვანა გახსოვთ ალბათ მოუწოდებლობის გამო არ მოხერხდა. ბატონ ლეონ ყიფიანიც ესწრებოდა ამ პრეზენტაციას და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა იქ თქვა, რომ ისედაც სჭირდება ბათუმს, როგორც სწრაფად განვითარებად ქალაქს ექსპო, რადგანაც ძალიან ბევრი გამოფენები იმართება ბათუმში და ეს ჭადრაკისთვის კი არ იქნებოდა, მარტო იქნებოდა ქალაქისათვის ექსპო, რომელსაც ჭადრაკი გამოიყენებოდა უბრალოდ ოლიმპიადის დროს. არის ორი ალტერნატიული ვარიანტი დღესდღეობით, ან ერთი იქნება დრო არის. ხალბატონო, რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი ეს პროგრამა შედგა ჭადრაკისათვის, თქვენ ალბათ ყველაზე კარგად ახსნით ამ ყველაფერს და აუხსნით მაყურებელს. რატომ ამხელა თანხა? არა, ნუ ამხელა თანხა უბრალოდ ოლიმპიადა ითხოვს ასეთ თანხებს და ამისთვის ბრძოლა მიდის და თქვენ იცით როგორი ბრძოლა იყო, თქვენ ყველაფერი იცით როგორ ხდებოდა მომზადება ამისი და რა ნერვიულობა გადავიტანეთ ჩვენ ყველამ იქ, იმიტომ რომ უნდათ ოლიმპიადის აღება, როგორც წესი კონკურენცია ყოველთვის არის, იმიტომ ეს არის ძალიან დიდი პროპაგანდა, ჯერ ერთი ეს არის ტრადიციების, ასე ვთქვათ, გაგრძელება და ისეთ ქვეყანას, როგორც ჭადრაკის ქვეყანა როგორც ჭადრაკი იყო ჩვენს ქვეყანაში, რა ავტორიტეტიც ჰქონდა, მე მგონი ჭადრაკმა დაიმსახურა ის, რომ მსგავსი ოლიმპიადა ჩატარდეს საქართველოში. აზერბაიჯანმა დაგვასწრო, ხომ ხედავთ, ესე იგი 2016 წელს აზერბაიჯანში იქნება ოლიმპიადა. უბრალოდ ჩვენ საშუალება გვაქვს უკეთესი გავაკეთოთ აზერბაიჯანს. იცით რა, მე მგონია რომ ძალიან კარგად გააკეთებს აზერბაიჯანი, მაგრამ მაგაში დარწმუნებული ვართ, რომ უარესად ჩვენ კარგად ვაკეთებთ, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არის ყველა წინაპირობა იმისთვის და ეს ახლა ჟღერს ეს თანხა, რა თქმა უნდა. ხო, ამიტომ ვიძახ. ჟღერს უბრალოდ. ამიტომ საჭირო ახსნა კარგად. ამიტომ ახსნილია, მაგრამ ამის გაგება ეთყობა ზოგიერთებს არ უნდათ. საქმე იმაშია, რომ ეს რო ეხებოდეს მართლა ბიუჯეტს, მაშინ ლაპარაკიც არ იქნებოდა, მაგრამ ეს არის 4 წელზე როგორც ახსნა გათვლილი და თანაც ძირითადი თანხა მიდის 2 ტურზე, ერთ პაკეტშია. ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს თასი. ეს არის უზარმაზარი რა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მშობელი ხელს მოკიდებს იმ ბავშვს, რომელიც ასე ვთქვათ, ჭადრაკში მეცადინეობს და წაიყვანს ბათუმში იმ დროს, როცა ასეთი მსგავსი ღონისძიებები ტარდება. საერთოდ ჩვენ ვიცით, რომ ბათუმში ბევრი ჩატარებულა და გრძელდება ჩატარება ბავშვებში, ახალგაზრდებში ტურნირების, რომელსაც ძალიან კარგი შეფასება აქვს, იმიტომ ორგანიზაციული დონე სულ იყო ძალიან მაღალი. და ოლიმპიადა ეს არის უბრალოდ მწვერვალი იმისა, რისი გაკეთება შეიძლება ჭადრაკში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მართალია აქ სერიოზული ბიუჯეტი უნდა ოლიმპიადას, მაგრამ ჩვენ ესე იგი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა სერიოზული დროის განმავლობაში საქართველოს იქნება ძალიან კარგად წარმოჩენილი და გარდა ამისა
ადგილობრივი ბიუჯეტით საკმაოდ თანხა შევა იქ, იმიტომ რომ ძილი სერიოზული ხარჯებია ხოლმე. ძილი თანხა საქართველოში იხარჯება არც დამდის. ხო, ამ ოლიმპიადის დროს სერიოზული თანხები შევა კიდევ იქ. და ახლა დანარჩენს რაც შეეხება ახლა ბიუჯეტია, ჩვეულებრივი ბიუჯეტი რაც იყო ის დარჩა ფაქტიურად, გამიგეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას. და მე მგონია რომ აქ საკამათო არაფერი არაა. ღმერთმა ქნას რომ ნებისმიერი ფედერაცია, ნებისმიერი სპორტის სახეობა, მაგრამ მაგათ არ აქვს ოლიმპიადები, იცით? ერთადერთი რაც მაგათ აქვს, ეს არის მსოფლიო პირველობა შეუძლიათ დაუშვათ ხელში ჩაიგდონ და ჩაატარონ, მაგრამ მსოფლიო პირველობა ყველაზე დიდი რამდენი გუნდი შეიძლება ჩამოვიდეს. გააჩნია ხო, რაც სახეობას. სახეობას, ნებისმიერ სახეობას თუ ფეხბურთს არ ჩავხლით. ნებისმიერ სახეობაში მსგავსი რაოდენობის ნებისმიერი სპორტისთვის იქნება ეს კარგი გაკეთებული, სადაც როდესაც საქართველოს ჩადარდება ოლიმპიადა. რომ ყველა ფედერაციამ შეძლოს ხელში ჩაგდება დიდი ხო, აქ ინფრასტრუქტურაა გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან, იგივე თუნდაც მე არ მგონია საქართველოს ძიუდოში ან ჭიდაობაში უარი ეთქოს რაღაცა დროის შემდეგაც თუ იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ არის ჯერ. არ არის ჯერ, მაგრამ იქნება, ალბათ ახლა რომ ფესტივალი ტარდება. დიახ. ის დატოვებს უკვე სერიოზული ინფრასტრუქტურას. ეს კარგია. მაგრამ იქაც მე ვამბობ ახლა ჯიუდო იქნება თუ ჭიდაობა იქნება მსოფლიო პირველობაზე რამდენი გუნდი გამოვა. ჯიუდოზე 100 მეტია უბრალოდ. 170 არა, 170 ნამდვილად არ არის, ხა ამას ვერ ამიტომ არ გვინდა ახლა ჩვენ ამ კუთხით ვინმეს შევეჯიბროთ და რაღაცა ვთქვათ, მაგრამ ფაქტია რომ ეს ჩვენ მიგვაჩნია სახელმწიფოსთვის დიდ გამარჯვებად ის რომ ჩვენ მოვიპოვეთ ამის უფლება და ჩვენ უბრალოდ დიდ მადლობას ვეუბნებით ჩვენს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხარში დაუდგა ამ შემთხვევაში ამ გამოწვევას და რა თქმა უნდა იმათი გარანტია რო არ ყოფილიყო და იმათი ნება რო არ ყოფილიყო მსგავს რაღაცა მარტო ფედერაცია ვერ ჩაატარა. არა, რა თქმა უნდა, აი როდესაც ჩვენ წარვადგინეთ ეს წინადადება ოფიციალურად და აქ იყო ჩაწერილი რომ საქართველოს მთავრობა გარანტია. კი, მიესალმება ამ პროექტს და საქართველოს მთავრობა დაახლოებით ბიუჯეტზეც იყო საუბარი, 20 მილიონ დოლარზე იყო საუბარი, როდესაც კონკურსში შევიღეთ მონაწილეობას. ჩვენ უბრალოდ ჩვენი აი ძალიან სერიოზული მეცადინეობით ეკონომიკასთან მოახერხეთ რომ ამ ბიუჯეტში ჩაგვეტია განვითარების პროგრამაც. ანუ არ გამოსულოთ ბიუჯეტის ფარგლებიდან. მეტიც ჭადრაკის ფედერაცია და აკადემიას ამ ბიუჯეტში შევიტანეთ. და მეცაც გეტყვით რა, აი ქალბატონონამ დაწერა სხვათა შორის, როდესაც მიესალმებოდა ამას, რომ მთელი ცხოვრება იბრძოდა ამისათვისო, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა ყოფილიყო. ოლიმპიადის კონკურსი რო არ მოგვიგო, ალბათ არ გვექნებოდა კიდევ ეს პროგრამა ჩვენ. მე ამაში დარწმუნებული ვარ. არა, მე უბრალოდ კიდევ ერთხელ მაინტერესებს მე ჩემთვისაც პირდაპირ ვიტყვი, როდესაც თანხა გამოცხადა ცოტა ხმამაღლა გამო ეს თანხა 38 მილიონი უცებ, როდესაც წლის განმავლობაში ხორცი არის, ხო, ყურს მოხდა და თვალში როდესაც დაიწერა, საერთოდ სპორტის წლიური ბიუჯეტი არის 70 მილიონი. და აქედან 38 კი 4 წელიწადზეა, მაგრამ იგივე თუ წელზეც გადანაწილებაც 9 მილიონზე მეტი გამოდის, უბრალოდ ეს თანხა. არა, წელზე არ დაწილდება. არა, მესმის ახლა თქვენ რომ მარტო აქ არის ჩართული აჭარის მთავრობა, თბილისის მერია. კი, უბრალოდ ახლა მე პირველი რეაქცია რაც ქონდა, მაგრამ ახლა თქვენ რო თქვით რომ 32 მილიონი მხოლოდ ორ ტურნირზეა. გასაგებია თუ საჭიროა სოფლიო თასი შეიღებს 128 მონაწილეობას, რომელიც გადიან სპეციალურ შერჩევის საფუძველზე და 3 მილიონი ნახევარი მარტო საპრიზო ფონდი არის აქ. ხო, ეს საპრიზო ფონდიც არის ამაში ჩადებული. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ამაში არის ჩადებული, ეს თავიდან ბოლომდე არის. ეს ოლიმპიადას არ ეხება საპრიზო ფონდი ეხება. სოფლიო თასი. ეს ერთ პაკეტშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირად ითვლება და ეს ერთ პაკეტშია. ნუ სოფლიო მატჩის შემდეგ აუცილებელი იყო, აი წელს გამოცხადებულიყო ეს 4 წლიანი პროგრამა და წელსვე დადგენილიყო ბიუჯეტი. უნდა მოვაწეროთ კონტრაქტი. იმიტომ რომ ეს 2015, 16, 17, 18 კონტრაქტს უნდა მოვაწეროთ ხელი ფიდესთან. ფიდე ფედერაციასთან მარტო კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. გარანტიას ითხოვს გადაწყვეტილება. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ახლა ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია ფიდეს უთხრათ, რომ მთავრობა ამ პროექტს უდგას მთლიანად გვერდით, არის დამტკიცებული ბიუჯეტი, მოდი მოვაწეროთ კონტრაქტს ხელი და დავიწყოთ უკვე თანამშრომლობა. აი ეს არის. ჩვენ უკვე გქონდა სხვათა შორის ბაქო 2016 საორგანიზაციო კომიტეტთან მოლაპარაკებები, უკვე საჯების გასვლის პროგრამაზე შევთანხმდით, რომ ჩვენი საჯები ჩავლენ ბაქოში და ისინი ჩამოვლენ შემდეგ თბილისში. აგრეთვე შევთანხმდით, რომ ჩვენი საორგანიზაციო კომიტეტი უკვე ჩავა და დაესწრება იქ, ნუ როგორც ხდება ხოლმე, ამ შემთხვევაში ბაქო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, მით უმეტეს მათი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ჩვენი მეგობარი არის, ჩვენი სპონსორი, გენერალური სპონსორი, ასე რომ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს მათთან და მე უბრალოდ ერთი რამე დავთქვა იცით. აი ბათუმის პიარსაც შეეხება. ჩვენ გქონდა გაკეთებული სტენდი ნორვეგიაში, ქართული სახლის გქონდა გაკეთებული და სათამაშო დარბაზში იყო ბათუმის კუთხე გაკეთებული. ქალბატონი ნონა იყო
და არის ჩვენი ოლიმპიადის ელჩი და ის ღებულობდა იქ სტუმრებს ამ სტენდზე. მე გვერდით იყო ილუჟინოვის სტენდი, იყო კასპაროვის სტენდი, ბაქურეზის 16 სტენდი. დამერწმუნეთ, ყველაზე მეტი სტუმარი იყო საქართველოს სტენდზე. ჯერ ესეთი ქალბატონი უნდა ხელმძღვანელობდა ეგ გასაგებია სწორედ ამ ხელმძღვანელზეც არის ალბათ ძალიან ბევრი დამოკიდებული თქვენ აგვდანდებით მაგრამ კარგად იყო მოფიქრებული და მართლაც კარგად იყო გაკეთებული და კარგი ორგანიზება ქართული ღვინოს გვეხმარებოდა კარგი ეს ყველაფერი კარგი მოდი საქართველოს ჩემპიონატზე თქვა ორიოდეს სიტყვით არ ვიცი მე მგონი ხა მაყურებელს უბრალოდ თავარი იყო ალბათ წინასწარ ახსნაც იყო და რაღაც სხვანაირად მიტანა მაყურებლამდე, გულშემატკივრამდე, იმიტომ რომ როდესაც არ ვიცი ხა ვიღაცეები არა სპორტის ხა უკაცრავად ამ სიტყვისთვის სხვადასხვა სპორტის ფედერაციის წარმომადგენლები ცოტა განაწყენებულნი არიან ჩვენ რატო არა ჩვენ უფრო გვაქვს წარმატებები და ასე შემდეგ მაგრამ ალბათ ახსნა არის საჭირო თუ რაში უნდა დაიხარჯოს კი რა თქმა უნდა მეც ყველა სპორტს მივესალმები ეს ჩვენი მოპოვებული წარმატება ამ შემთხვევაში მათთვის იქნება ხვალ წინ გადადგმული ნაბიჯად ისინი რომ მოითხოვენ რაღაც ღონისძიების ჩატარებას ოდესაც კითხულობენ გამოცდილებას აი ჩვენი კონკურენტი დურბანი ნუ 3 მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს მათ. ქალაქს აქვს 3 მილიარდი ბიუჯეტი და ყველანაირი გამართული ინფრასტრუქტურა. არჩეულებრივი ქალაქია ნამყოფი. იცით. და ისინი რას ამბობდნენ, იცი? აი ჩვენ არა გვაქვს გამოცდილება საჭადრაკო, მაგრამ ჩავატარეთ ფეხბურთის ჩემპიონატი. ეს არის ერთმანეთს ეხმარება სპორტის სახეობები ამ შემთხვევაში და ჩვენ ეს გამოცდილება დაეხმარება ნებისმიერ სპორტის სახეობას. გავიგე უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამიტომ მინდოდა რომ მოსულიყავით აუცილებლად სტუდიაში და ეს მაყურებლისთვის აგვეხსნა ეს ყველაფერი. როგორ შეაფასებდით ქალთა ჩემპიონატი, რომელიც დღეს დასრულდა? ნამდვილად ბაციაშვილი ჩემპიონი და ულოცავ პირველ რიგში მას. ულოცავ. რაშია საქმე იცით? გათანაბრებულია ჩვენი წამყვანი მოჭადრაკეების, ასე ვთქვათ, სათამაშო კლასი. თუმცა ეხლა ამ მონაწილეებს შორის მაინც თავისი ლიდერები იყვნენ. პირველ რიგში ეს ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი და ნინო ხურციძე, ხო. მაგრამ ბელა ხოტენაშვილი ცოტა მაინც გამოპოვდი, იმიტომ რომ უფრო სტაბილურია შედეგების თვალსაზრისით. ჩავარდებიც აქვს, მაგრამ თლიანობაში მაინც გარანტირებული ადგილი აქვს საქართველოს. ათეულში არის. ათეულში შევიდა. და თანაც სერიოზული ტურნირებიც აქვს მოგებული. ასე რომ კარგად დაიწყო ძალიან და ასე ვთქვათ, ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ბელა იქნებოდა ალბათ სერიოზული კანდიდატი პირველი ადგილის, მაგრამ აი ნინო ბაციაშვილმა მართალ გითხრათ ახლა პარტიები არ მინახია, მაგრამ ამბობენ რომ პარტიებიც კარგად ითამაშა. ასე რომ მართლაც სერიოზული წარმატება მისთვის არა და ბაციაშვილი სხვათა შორის ახლა მელია კარგახანია უკვე ნაკრებშია, ბაციაშვილიც უკვე ნაკრებში იყო ბოლო წლები და ასე ვთქვათ ბათუმი და ხო ხედავთ მაინც თავისი ის გააკეთა ამ ნონას კლუბი მაინც იგებს ნონას კლუბის წევრია ასე რომ ეს წმინვალე მორიგი გამარჯვება ბათუმის საჭარაკო სკოლის სხვადასხვა ბათუმი და კახეთი ძალიან აქტიურობენ ამ კუთხით მე ძალიან გამიხარდა მე გითხრათ რომ პირველ რიგში კონკურენცია როგორც თქვენ ზანეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ნინო ბაციაშვილი ნუ შესვალა ლელა ჯავახიშვილი ჩემპიონის ტახტზე და ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ამ ახალგაზრდა მოჭადრაკეს მე ვფიქრობ ახალი სტიმული მიეცემა, ახალი პერსპექტივები მიეცემა. ის ორ დღეში გერმანიაში მიემგზავრება, შემდეგ უკვე თბილისში იწყება 10 თებერვლიდან უკვე სასწავლელი შეკრება ქალთა ნაკრების, სადაც მინდა უკვე განვაცხადო დადასტურებულად რომ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი ცნობილი სპეციალისტი ელიზბა რუბილაო, რომელიც უკვე ესპანეთში ცხოვრობს და ის იქნება ქალთა ნაკრების მწვრთნელი. რომელიც მოაზრდეს ქალთა ნაკრებს სოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის, რომელიც გაიმართება ჩინეთში და რომელშიც მხოლოდ 10 უძლიერესი გუნდი იღებს მონაწილეობას. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რისთვისაც მოგიწვიეთ, მე მგონი გამოვიდა ეს ყველაფერი და მაყურებელს აუხსენით ის ყველაფერი, რა და როგორ არის. წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია, ქალბატონონა, ყოველთვის ძალიან დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებთ და მე ვფიქრობ, შემდგომ ფეხბურთს მოგვიწევს ჩვენ საუბარი, ძალიან ბევრი პრობლემაა ფეხბურთში და თქვენი მოსაზრებებია ხოლმე ყოველთვის ძალიან საინტერესო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 2015 წელი სპორტის ბევრი სახეობისათვის საოლიმპიადო ლიცენზიების წელია და ძალიან დიდი ხანია ოლიმპიურ თამაშებში ქართულ მოფარიკავეებს არ უასპარეზიათ, მაგრამ ახლა ამის რეალური შანსი არის ქართველი მოფარიკავეები იტალიაში გაემგზავრნენ, სადაც ერთობლივი შეკრების შემდეგ წლის პირველ ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებებზე გამოვლენ. 31 ოლიმპიური თამაშები 2016 წელს ბრაზილიაში აგვისტოში გაიმართება. ქართველმა მოფარიკავეებმა ლიცენზიის მოსაპოვებლად მზადება უკვე დაიწყეს. ისინი თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის დარბაზში ვარჯიშობენ. კვირას კი ჩვენი დელეგაცია იტალიაში გაემგზავრა.
წელს გუნდი ინტენსიურად ემზადება. პირველი მსოფლიო თასის ეტაპი 2015 წლის ტარდება ამ თვის ბოლოს იტალიის ქალაქ პადოვაში, სადაც ასევე ჩატარდება ევროპის თასის ეტაპიც, სამი შეჯიბრება ერთად. გუნდი ხვალ მიემგზავრება რომში, მოლაპარაკება ჰქონდა ფედერაციას, იტალიის ფარიკაობის ფედერაციასთან და რომის ოლიმპიურ ბაზაზე 10 დღიან შეკრებას გაივლიან ერთობლივ იტალიის ნაკრებთან ერთად. შემდეგ რომიდან გადავლენ პადოვაში და გამოვლენ მსოფლიო თასის ეტაპზე და ევროპის თასის ეტაპებზე. 2015 წლის მაისიდან, კი უკვე 1 მაისიდან კონკრეტულად იწყება ლიცენზიების ტურნირები. საკმაოდ ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ 2011 წლიდან ქართველმა მოფარიკავეებმა შედეგების გაუმჯობესება მოახერხეს. ახლა მათ ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების იმედი აქვთ. ბიჭები სერიოზულად ემზადებიან, ასევე მეც და ჩემი აზრით არის შანსი ბაქოს ოლიმპიადისთვის ემზადები, ახლა მოვხდი ლიცენზია უკვე ავიღე და წლის ბოლოს იქნება მსოფლიო ჩემპიონატი მოსკოვში. ეგ არის მთავარი შეჯიბრი წელს. რა ვფიქრობ, რომ აქვს შანსი. ვფიქრობ და მაგ მსოფლიო ჩემპიონატზე გადაწყდება ოლიმპიური ლიცენზიები. შანსი რა თქმა უნდა არის და ეს არის ჩვენი ყველა სპორტსმენის თითოეული მთავარი მიზანი და ამისთვის ვიბრძვით და ვშრომობთ და ვარჯიშობთ. ეხა ბოლო ვარჯიში არის დღეს, მივგზავრებით და რავი საუკეთესო იმედებით და სურვილებით ველოდებით რომ შედეგს გავაკეთებთ. აღსანიშნავია რომ ქართველ სპორტსმენებს პროგრესი დაუფასდათ. მათი წინსვლა დაინახეს და დაფინანსება გაუზარდეს. აი შედეგები რაც ამოვიდა, სპორტის სამინისტრომ უდიდესი წვლილი მიიღო და შეფასება გააკეთა სწორი ფარიკაობის განვითარებაში და დაფინანსება რა თქმა უნდა გამოსვლა და საკმაოდ დიდი არის. ასევე დაფინანსების მხრივ ამ ქართული ფარიკაობას ყოველთვის ეხმარებოდა წლების განმავლობაში ქართულ ბანკიდან ეხმარებოდნენ და არის ამის დაფინანსება და აგროპრომი ესეთი კომპანია, სადაც ძალიან ხშირად გვეხმარებოდნენ. პრინციპში აი მაშინ როდესაც სპორტის სამინისტროს არ ქონდა ეს დაფინანსება ესეთი რაოდენობის, ხო? ეს ორი კომპანია და ეს ორი გვეხმარებოდა. მე უკვე შედეგებმაც მოიმატა უკვე სპორტის სამინისტროს რა თქმა უნდა, თვითონ ეს დღევანდელ მინისტრის პირობებში უფრო გაიზარდა დაფინანსება. და შედეგები და გამომდინარე, ისეთ არის თარაფერი ამოხსნა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე იმედოვნებს, რომ ჩვენი მოფარიკავეებისთვის 2015 წელი წარმატებული იქნება. ყავს 4-5 კანდიდატი, რომლებსაც შეუძლიათ ამ ლიცენზიის მოპოვება. რიოში გოგონა ყავს 2 და სადღაც 3-4 მოხმალავეთა ბიჭები არიან, რომლებიც ტიტულოვანები არიან უკვე და მსოფლიოში მათ ცნობენ უკვე და გარკვეული წარმატებები აქვთ ამ ბავშვებს. ჩვენ ძალღონეს არ ვიშურებთ, ვარჯიშობთ, ვემზადებით, შეკრებებზე დავდივართ და ვნახოთ წელს იმედია გადამწყვეტი წელია და ჩვენი 2-3 ლიცენზიის იმედი გვაქვს რომ მოვიპოვებთ და რესეულად წავდგებით რიოს ოლიმპიურ თამაშებს. უნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენ გადაცემის დასკვნითი ნაწილი და ეთმობა ფიგურულ სიგურაობას მაკა გიორგობიანი საქართველოს ფიგურული სიგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჩვენთან ერთად მაკა დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის სასაუბრო არის ჯერ ერთი დაიწყო უკვე სეზონი და სულ მალე გველის წინ ევროპის ჩემპიონატი მსოფლიომდე ცოტა შორია მოდი დავიწყოთ სეზონით რადგანაც შეიძლება ითქვას რომ უკვე წარმატებით დაიწყო სეზონი, ახლა წარმატებას არ გულისხმობ მედლებს პირდაპირ, რადგანაც უკვე შემოდგომაზე დაწყებულ ტურნირებზე წარმატებები იყო პატარ-პატარა და მოდი ამაზე ვისაუბროთ ჯერ და შემდეგ უკვე კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე. მოგესალმებით. წელი დავამთავრეთ ძალიან წარმატებით. ჩვენთვის სეზონი ზაფხულიდან იწყება, აგვისტოდან ასე რომ უკვე დაწყებულია გრან-პრის ეტაპებით, რომელზეც ელენემ მათ წარმატებით იასპარეზა და აიღო 2015-2016 წლის ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები. ასევე წარმატებით იასპარეზა ირაკლი მაისურაძემ 2 გრან-პრის ეტაპზე და ის იანვარში გაემგზავრება ევროპის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალზე ფაქტიურად დიახ უკვე ერთ კვირაში დაიწყება, სადაც გაემგზავრება ირაკლი.
ასევე წარმატებით დასრულდა წელი ჩვენი მოცეკვავეთა წყვილებისთვის, როგორც სინიორებში, ასევე იუნიორებში, მათ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზეს, სადაც მოიპოვეს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიები სინიორებში, ტატიანა კოზმოვამ და ალექსანდრე ზოლოტაროვმა და იუნიორებშიც ასევე ჩვენ წარმოადგენთ მოცეკვავეთა წყვილს და ასევე არმენ აღაიანს, რომელსაც როგორც იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია აქვს მოპოვებული, ასევე მანაც მას ტრავმა ჰქონდა თუ არ ვცდები. ტრავმა უკვე ლიცენზიის აღების შემდეგ მოხდა, როდესაც მან სინიორებში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უკვე დაბრუნების შემდეგ ვარჯიშის დროს ბათუმში საკმაოდ სერიოზული ტრავმა. აი მისი კადრებია მაყურებელს შეუძლია იხილოს. დიახ. და გაემგზავრება თუ არა ევროპაზე, ესეც ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ხო? მაინც ველოდებით საბოლოოდ უკვე ექიმების გადაწყვეტილებას, თუმცა მან უკვე ვარჯიში დაიწყო, რეაბილიტაცია დასრულებულია და უკვე რამდენად მოასწრებს ფორმაში შესვლას და რამდენად არ შეახსენოს თავარია ამ ტრავმამ თავი. ვაკვირდებით ბოლო წუთამდე მივიღებთ გადაწყვეტილებას საბოლოოდ დიდი ხანია ვაჟებში არ ყოლია წარმომადგენელი, თუ არ ვცდები 8 წელია, ხო? თუ 2006-ში იყო ბოლოს. ხო, 8-ზე, ხო. ხო, საინტერესოა. თან ეს ზეგვაც ალბათ, ვინც ეხლა კარგად ესმის მაყურებელს, მუსიკაც ალბათ და ჩაცმულობა ძალიან საინტერესოა რაღაც. ხო, ეს პირველში სპორტსმენის სურვილი იყო, რომ ქართული ცეკვა შეესრულებინა. ძალიან უხდება, მე ვფიქრობ, ვაშკაცურად ასრულებს ამ ცეკვას და ძალიან მონდომებულია და მე იმეც ვიტოვებ, რომ მოასწრებს და ტრავმას გაუმკლავდება ამ შემთხვევაში და გაემგზავრება ევროპის ჩემპიონატზე. მოდი, მაკა, მაინც ყოველას ალბათ აქვს იმედი ელენე გედევანიშვილის სპორტსმენი, რომელიც ამას გავიმეორებ ყოველთვის არ მომბეზდება, როდესაც ვიძახი, რომ იქ სადაც სტანდარტული ყინული არ არსებობდა, გოგონამ მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყანაში ვარჯიშობდა, გასაგებია, მაგრამ ეს ფაქტია უკვე, რომ არ იყო ფაქტი, რომ არ არსებობდა ყინული და ორჯერ ევროპის ჩემპიონატზე აიღო ბრინჯაოს მედალი და ძალიან წარმატებით ასპარეზობდა. დღეს ელენე რა მდგომარეობაში, რადგანაც დაახლოებით 1 წელია, ხო? ოლიმპიადის მერე ჩვენც არ გვინახავს მისი გამოსვლა. მე გაგეთანხმები და მეც ყოველთვის გავიმეორებ, ელენე არის ძალიან წარმატებული და ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი, გამორჩეული ვიტყოდი, არა მარტო ფიგურულ სიგურაობაში, ასევე ზამთრის სახეობებში თავისი წარმატებით. ოლიმპიადის შემდეგ შესვენება აიღო ელენემ და შემდეგ უკვე გრან-პრის ეტაპებისთვის საკმაოდ სერიოზულად მოემზადა. მაყოფილები ვართ, კარგად გამოვიდა, სწორედ ამის შედეგია ის, რომ პირველივე შეჯიბრზე აიღო მსოფლიო ჩემპიონატის დააგროვა საკმარისი ქულები მსოფლიო ჩემპიონატისთვის. კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე ამერიკაში ემზადება და ეხა ბოლო პერიოდი რუსეთში მოუწია მწვრთნელთან ერთად ყოფნა და ვნახოთ, იმეც ვიტოვებთ, ჩვენ გვაქვს ეს ერთ-ერთი ახალი გამოსვლაა, ხო? თუ არ ვცდები. დიახ, ეს გრან-პრის ეტაპია. საკმაოდ სერიოზული შემადგენლობა არის ევროპის ჩემპიონატზე, 38 გოგონა იღებს მონაწილეობას. აქედან მხოლოდ 24 მოკლე პროგრამის შემდეგ გააგრძელებს ასპარეზობას თავისუფალ პროგრამაში. სერიოზული შემადგენლობა იმ მხრივ, რომ 6 რუსი მოციგურავე იღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატზე. აქედან 4 არის ძალიან სერიოზული კონკურენტი ელენესთვის. და მე იმეც ვიტოვებ, რომ 5-ეულისთვის ელენე იბრძოლებს. ხო, ძალიან კარგი იქნება, ეხლა რაღაც გაგვათამამა იმ პერიოდს გულის, ხო, როდესაც ორჯერ ბრინჯაოს მედალი აიღო, მართლა მოულოდნელი იყო, მაგრამ ძალიან წარმატებული იყო და ძალიან კარგია, თუ მსგავსი წარმატებები იქნება, ჯერ ახალგაზრდა არის, ხა ყველაფერი წინა აქვს, მაინც, რაც მართალია დიდი ხანი ასპარეზობს, მაგრამ ძალიან პატარამ დაიწყო, ძალიან პატარამ და ახალგაზრდა არა, პატარამ დაიწყო. ეხლა ჯერ კიდევ ახალგაზრდა. ეხლა ახალგაზრდაა და მაშინ მართლა ძალიან პატარა იყო, ეხლა თუ ვისაც ახსოვს წინა ოლიმპიადები, ტატიანა კოზმოვა, ალექსანდრე ზოლოტარიოვი, ძალიან საინტერესო წყვილი, მათაც აქვს ლიცენზია.
და აი მათგან რასელით მათ ვერცხლის медаლი აიღეს დეკემბერში საერთაშორისო ტურნირზე და ასევე მოიპოვეს ლიცენზიები. მათთვის ეს პირველი დიდი ასე ვთქვათ სტარტი იქნება და ძალიან ბევრს რა თქმა უნდა პირველი ევროპის ჩემპიონატზე მათგან არ ვითხოვთ. მთავარია რომ გადალახონ მოკლე პროგრამის შემდეგ აიარონ კვალიფიკაცია და მოხდნენ თავისუფალ პროგრამაში. იქაც საკმაოდ ესეთი ძალიან ლამაზი გოგოა. აი ფაქტობრივად პირველად ხედავს ალბათ მაყურებელი მათი, ხო, ჩვენს ეთერში. ეხლა ესტონეთში სადაც მათ მოიპოვეს ლიცენზიები, ძალიან კარგი შეფასებები მიიღეს მსაჯებისგან, მათ 8 ქულით გადააჭარბეს ტექნიკურ ქულებს, რაც საჭირო იყო მსოფლიოსთვის და ესეც ნამდვილად მისასალმებელი და მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად იასპარეზეს. და მეც ვიტოვებ, რომ მათთვისაც ევროპის ჩემპიონატი იქნება, ასე ვთქვათ, ფეხბედნიერი უკვე მომავალ კარიერაში და მოდით თან მივადევნოთ ამ კადრებს თვალყური და მაკა პირველად არის ხომ ასეთი რამ, რამდენადაც მე ვიცი, რომ 3 დისციპლინა შეუძლია ქართულ სპორტსმენებს გამოსვლა. ანუ ეს არის ერთეულებში, ქალებში და ვაჟებში და მოცეკვავეთა ხო, იყო წყვილები და ელენე ყოველთვის იყო მურვანიძე იყო ის პერიოდი და 3 დისციპლინა ერთად არასდროს არ ყოფილა. მე ვიტოვებ, რომ არმენი მოასწრებს და შეძლებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას. რეაბილიტაციას გაივლის. ხო. ამასთან ერთად არიან ახალგაზრდებიც, ხო, რომლებიც ასპარეზობენ და რამდენად არის აი თუნდაც შევსება, ახლა ჯერ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სპორტსმენები ყველანი ახალგაზრდები არიან, მაგრამ თუ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ კატეგორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეყოლება სპორტსმენები წარდგენილი საერთაშორისო ჩემპიონატებზე და ეს ბავშვები, რა თქმა უნდა, ასაკობრივად ერთმანეთს შეცვლიან მომავალში. მე იმეც ვიტოვებ, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, დასრულდა ოლიმპიური თამაშები ზამთრის სოჭაში და მაშინვე იწყება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ოლიმპიური თამაშები, ასე რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, 2018 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის გვაქვს მთავარი მიზანი დასახული, რომ პირველ რიგში იყოს იქ მოციგურავე წარდგენილი და საუკეთესო შემთხვევაში არაერთი მოციგურავე, არაერთ სახეობაში. ხო, ეხლა დღევანდელ გასახედად ძალიან არასდროს არ გისაუბრეთ ასე ოპტიმისტურად. რაც მე მახსოვს. მაძლევენ სპორტსმენები ამის საშუალებას. ხო, ეს ძალიან კარგი იქნება ალბათ, ხა ოლიმპიადაზე ერთი ელენეს იმედად ყოფნა, ცოტა ძნელი იყო, თვითონ ელენესთვისაც ძნელი იყო, თუნდაც ფსიქოლოგიურად, რადგანაც მისგან ძალიან ბევრს ითხოვდნენ და რა აკეთდება და რა აკეთდებოდა, ისიც მარტო ელენეს ბრალი არ არის. არა, ნამდვილად, იმიტომ რომ ურთულეს პირობებში ელენემ შეძლო და მხოლოდ წარმატება მოუტანა საქართველოს და რა თქმა უნდა, ეს სამაგალითოა იმ სპორტსმენებისთვის, რომელიც დღევანდელ დღეს ასპარეზობენ და მათთვისაც ეს არის, ასე ვთქვათ. მოდი ელენეზე რომ დავასრულოთ საუბარი, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ორ თვეშია მსოფლიო ჩემპიონატი. ლიცენზია აქვს ჩინეთში და შანხაიში ტარდება. აი ის პერიოდი რითი იქნება დაკავებული ელენე რა შეჯიბრებებში გამოვა და როგორ შეავსებს ამ ევროპის შემდეგ ის უბრალოდ გაგრძელებს მომზადებას, იმიტომ რომ ტურნირზე ნაკლებად ჯერჯერობით დაგეგმილი არაფერი არ გვაქვს და მოემზადება პირდაპირ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ძალიან კაი. და თავარი თემა, რაზეც საუბრობდით ხოლმე, უბრალოდ ხა მეღიმება ხოლმე ამ თემაზე სასაუბროთ, ინფრასტრუქტურა, დარბაზები საქართველოში, შეპირებები მე მახსოვს, ალბათ რაც მუშაობ მას შემდეგ, რომ აი ხვალიდან იწყება დარბაზის აშენება, ზეგიდან აუცილებლად იქნება, ასე შემდეგ, მაგრამ მე ჯერ ვერ ვნახე თბილისში ერთადერთი ისიც მცირე ზომის არის, სადაც უამრავი ბავშვი დადის, ძალიან ბევრი ემზადება, ფაქტობრივად ალბათ იქ აიდგა ყველამ ფეხი ხო, მაგრამ ის არ არის საკმარისი. ის არ არის სტანდარტული. გაიხსნა და გაკეთდა უბრალოდ ბათუმში სტანდარტული და რამდენადაც ეხლა გავიგე ქვენგანო ზუგდიდ შეიგებოდა და მოდი ამაზე ვთქვათ ყველაფერი. ნუ მე ნამდვილად ეხა სიამაყით აღნიშნავდი და ვერ დაგეთანხმები რომ ეს არ არის მხოლოდ შეპირებები, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი გუნდი მუშაობს, ფაქტიურად გამოვიდა რომ 3 საციგურაო შეპირებები იყო სარეკეთებული, იმიტომ იქ დარბაზებზე იყო საუბარი და არა ის რაც არის თუნდაც ბათუმში. ჩვენთვის პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია იყოს სტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი. სტანდარტული დარბაზი
ცოტა სხვა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და რა თქმა უნდა ამას არ აკმაყოფილებს ამ ეტაპზე. სასურველია რომ მომავალში და მე იმეც ვიტოვებ რომ დედაქალაქს აუცილებლად ექნება სტანდარტული არა მარტო ზომის საციგურაო, არამედ სტანდარტული ზოგადად სასახლე იმისთვის რომ ის აკმაყოფილებდეს თუნდაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარების სტანდარტს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილია იმისა, არასდროს არ ყოფილა და თუნდაც გრან-პრის ეტაპები რამდენად შესაძლებელია ეს რო იყოს დარბაზი? შესაძლებელია, რა თქმა უნდა, თუ ის სტანდარტი დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტულ ნორმებს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რომ ჩვენ თქვათ ამაზე გავაკეთოთ განაცხადი და სურვილი არის უკვე ასე საერთაშორისო ფედერაციიდან რომ და ზუგდიდი აი ცოტა უჩვეულობთ ახლა რა სხვა ქალაქებს რას ვერჩით, მაგრამ რატო გადაწყდა ზუგდიდში? იყო ასეთი უფრო მიმართულება რეგიონალური განვითარების და სწორედ ამ პროექტში მოხვდა ზუგდიდი. ეს ახალი დაწყებული პროექტი არ არის. ბათუმის შემდეგ უკვე შემდეგი პროექტი იყო ქუთაისი და შემდეგ უკვე ზუგდიდი. ანუ ეს რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურულ არა, ქუთაისში არის ასევე საციგურაო მოედანი, მაგრამ ის არ არის სტანდარტული. მაგრამ ძალიან ბევრი ბავშვით არის დატვირთული და მნიშვნელოვანია რომ იქაც ფუნქციონირებს სრული დატვირთვით. შემდეგ უკვე ეს არის მეორე სტანდარტული ზომის საციგურაო მოედანი, რაც ზუგდიდში იხსნება და ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი საყრდენია, იმიტომ რომ მუდმივად გვიწევდა საზღვარგარეთ სპორტსმენების მზადება. შეკრება უფრო მარტივია, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეკრება მეტად შესაძლებელია, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში სპორტსმენი მოამზადო საქართველოს ფარგლებს გარეს. ეხლა ჩვენ გვაქვს ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ძირითადი ბაზა ამ წუთას ბათუმში გვაქვს, ანუ იქ ემზადება ყველა სპორტსმენი, რომელიც საერთაშორისო არენაზე მიემგზავრება. გასაგებია, ალბათ კარგი იქნება ამ დარბაზებზე და აი ახალი წელი დაიწყო და მუდმივად ისმის ყველა ფედერაციისგან საუბარი ბიუჯეტზე. ბიუჯეტ კმაყოფილი არავინ არ არის, მე მგონი არასდროს. აი თქვენ სახეობაში როგორია თქვენ ფედერაციაში? ჩვენ ბიუჯეტი ჯერჯერობით განხილვის საგანია, არა გვაქვს საბოლოოდ რა ბიუჯეტი იქნება. დაახლოებით ვიცით მონახაზი და ამაზე ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა თუ ვთქვათ შარშანდელი ბიუჯეტი გამეორდება, რა თქმა უნდა ეს არ იქნება საკმარისი, გამომდინარე იქიდან რომ ძალიან მოიმატა სპორტსმენების რაოდენობა საერთაშორისო არენაზე და აქედან გამომდინარე მოიმატა შეჯიბრებებმა ტურნირებმა, რა თქმა უნდა, შეკრებებმაც და სპორტსმენების ხელშეწყობის გარეშე, რაც არ უნდა ნიჭიერი სპორტსმენი ყავდეს, რა თქმა უნდა, ვერანაირ შედეგზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ მე იმეც ვიტოვებ, რომ შარშანდელ ბიუჯეტთან შედარებით გვექნება, ვთქვათ, მატება, იმიტომ რომ ეს ძალიან გვჭირდება მართლა. სპონსორები, ძალიან მტკივნეული თემა, კიდევ ერთი ალბათ ყველა სახეობისთვის, რადგანაც ძალიან ბევრს უყვართ საუბარი, ზოგადად, რა კარგია ქართული სპორტი, მაგრამ დახმარება ძალიან რთული თემაა, მით უმეტეს საქართველოში, თუმცა ჩვენ მუდმივად მუშაობთ, ანუ დიდ კომპანიებთან, უცხოელ, თქვათ, ასე რაღაც ჩვენს კოლეგებთან, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი დახმარება ესე ბიზნესიდან არ აქვს. ძალიან ცუდი, ეს ძალიან ცუდი და ძალიან კარგია ის, რომ თუნდაც შეგვიძლია რომ სამ დისციპლინაში ქართველი სპორტსმენები ვიხილოთ ევროპის ჩემპიონატზე. მე უბრალოდ მაყურებელს ვეთქვი, რომ 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით არის შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმში ევროპის ჩემპიონატი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატი 23-29 მარტს ჩინეთის ქალაქ შანხაიში არის. წარმატება მინდა გისურვოთ, მაკა, ყველა იმ ქართულ სპორტსმენს, რომელიც გამოვა და იმედია იქიდან დაბრუნებული უკვე ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩვენი სტუმარი იქნებით კვლავ და გაცილებით უფრო სასიამოვნო თემებზე ვისაუბრებთ, რადგანაც მე ყოველთვის მაქვს მაინც იმედი, იგივე ელენეს ნიჭის, რომ რადგან შეძლო მან დაამტკიცა, რომ მართლაც ნიჭიერი სპორტსმენია და კიდევ არაერთხელ დაამტკიცებს ამას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაკა გიორგობიანი, ფიგურული სიგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი არენა, მე გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.